ზოგიერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელი ისა, ვინც არასდროს დაუდგენიათ. სხვები კი ცნობილებად რჩებიან მაშინაც კი, როცა დააკავებენ. საბედნიეროდ ეს შემაშფოთებელი პირები ქუჩაში აღარ არიან და პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულებზე. Daniel Imbos და Richard Patronis გაუჩინარება შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გადაუჭრელი საქმე იყოს FBI-ს არქივში. წყვილი 2005 წელს რიჩარდის მანქანასთან ერთად გაუჩინარდა. ჩვეულებრივ ესეთ გარემოებებში ყველაზე სავარაუდო სცენარია ის, რომ უბედური შემთხვევა მოხდა და წყვილი რომელიმე წყლის ობიექტშია ჩაძირული. მაგრამ FBI-ს გამომძიებლები ფიქრობენ, რომ შესაძლოა უფრო ბოროტი რამ მოხდა. დანილე და რიჩარდი ბავშვობის მეგობრები იყვნენ და სკოლის უფროს კლასებში ცოტა ხანს ხვდებოდნენ ერთმანეთს, სანამ სხვადასხვა გზით არ წავიდნენ. ორივეს სხვა ურთიერთობები და შვილები ჰყავდათ, ხოლო დანილე ჯო იმბოზე დაქორწინდა. დანილეს და ჯოს ერთად ვაჟი ჰყავდათ, პატარა ჯო, მაგრამ მათი ურთიერთობა მალევე დაინგრა ბავშვის დაბადების შემდეგ. ისინი დაშორდნენ და დანილე განქორწინებას აპირებდა. მას შემდეგ, რაც დანილემ ჯოსთან ურთიერთობა დაასრულა, ის და რიჩარდი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს იყო ურთიერთობა, რომელიც ხან იწყებოდა, ხან მთავრდებოდა და დანილემ ის სინამდვილეში დაასრულა ცოტა ხნით ადრე, სანამ ისინი გაუჩინარდებოდნენ. მაგრამ 2005 წლის 19 თებერვალს მათ გადაწყვეტეს ისევ ერთად გასულიყვნენ. მათთან ერთად კიდევ ერთი წველი შეუერთდა სასმელებზე Tex-Mex რესტორანში, სახელად აბილენისი, სამხრეთ ფილადელფიაში. სხვა წყვილმა აღნიშნა, რომ ისინი მთელი ღამის განმავლობაში კოცნიდნენ ერთმანეთს. როდესაც ისინი დაახლოებით 11:45-ზე წავიდნენ, ერთად წავიდნენ. რიჩარდი აპირებდა დანიელი მიიყვანა მის სახლამდე, ნიუ-ჯერსის შტატის Mount Laurel-ში, სანამ თვითონაც სახლში წავიდოდა. როდესაც ისინი რესტორნიდან გავიდნენ, ეს იყო უკანასკნელი დრო, როცა რომელიმე სოდეს მენახავდნენ. დანიელის ოჯახმა მეორე დღეს განგაში ატეხა. ის სახლში არ იყო, როცა მისმა დაშორებულმა ქმარმა მათი შვილი მიიყვანა. ოჯახმა რიჩარდის ოჯახს და ადგილობრივ სამართალდამცავებს დაუკავშირდა და წვილის ძებნა დაიწყო. თუმცა წვილის კვალი არასდროს აღმოჩნდა. დანიელის ძმამ ვერტ მფრენით ფრენისთვის გადაიხადა, რათა ჰაერიდან დაეთვალიერებინა მათი გავლილი გზა, მაგრამ რიჩარდის შავი დოჯ დაკოტას პიკაპის კვალი არ აღმოჩნდა. საძიებო და სამაშველო ჯგუფები შევიდნენ წყლის არხებში, რომლებსაც წყვილი შესაძლოა ახლოს ჩაუარა, რათა ენახათ ხომ არ მოხდა რაიმე უბედური შემთხვევა. მათ ვერ იპოვეს რაიმე ნიშანი იმისა, რომ უბედური შემთხვევა მომხდარიყო. ზოგი სამართალდამცველი ვარაუდობდა, რომ გაუჩინარება ძალიან სუფთად მოხდა და ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა სხვა ვინმე იყო ჩართული. იყო ვარაუდი, რომ მათი გაუჩინარება შეიძლება დაგეგმილი და პროფესიონალი კრიმინალების მიერ განხორციელებული ყოფილიყო. ყურადღება გადაერთო დანიელის ქმარზე, რომელმაც რიჩარდს წარსულში მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა, თუმცა მას გაუჩინარების ღამეს ალიბი ჰქონდა და პოლიციასთან თანამშრომლობდა. ყველაფერი დაწყებული რიჩარდის სათამაშო ვალიდან, დამთავრებული ბანდასთან კავშირებით, რომელიც რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებს ავრცელებდა, შესაძლო მოტივად იქნა განხილული ამ დანაშაულისთვის. ბოლო დროს საძიებო ჯგუფმა Adventures with Purpose-მა ეს საქმე აიღო და დელავერის მდინარის ერთ ნაწილში მოძებნა დაიწყო მაყურებლის მინიშნების შემდეგ, მაგრამ წყვილი ვერ იპოვეს. საქმე კვლავ გაუხსნელად რჩება. ინფორმაციისთვის $15,000 ჯილდოა დაწესებული. ფემიციდი მექსიკაში მზარდ ეპიდემიად იქცა და ამ დანაშაულების უკან პოლიციის აზრით ჩრდილებში სერიული მკვლელი იმალება. მთავრობის სტატისტიკის მიხედვით 1993 წლიდან მოყოლებული მექსიკის ქალაქ ხუარეში 500-ზე მეტი ქალი დაიღუპა. ამ ქალების ცხედრები ხშირად უდაბნო შორეულ ადგილებში პაულობენ და მათზე ერთი და იგივე დაზიანებები დანიშნებია. პოლიციამ შექმნა რამდენიმე სამუშაო ჯგუფი და ჩაატარა ოპერაციები, მაგრამ ეპიდემია მაინც გრძელდება. 19 წლის ლუს ფლორესი მხოლოდ ერთ-ერთია იმ ასობით ქალიდან, ვინც ხუარეში, მექსიკაში ძალადობის მსხვერპლი გახდა. 2008 წლის 4 აგვისტოს ლუს ფლორესი სახლიდან გავიდა და ხუარესის ცენტრისკენ გაემართა. მისი დედის ლუს დელ კარმენის თქმით, ის მიდიოდა მაქსის ტანსაცმლის მაღაზიაში, რათა სამუშაოზე განაცხადი შეეტანა. დედა და მის დაბრუნებას ელოდნენ, მაგრამ ლუსი აღარ დაბრუნებულა. იმავე საღამოს მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადეს და მისი ძებნა დაიწყო. დედამ და დამ არაერთი საკუთარი ძებნა ჩაატარეს, მაგრამ მისი კვალი ვერასდროს იპოვეს. მსგავსად 18 წლის დებონი ბაზალუდა 2022 წლის 9 აპრილს გაუჩინარდა ხუარეში წოულებაზე დასწრების შემდეგ. რამდენიმე დღის შემდეგ მისი ცხედარი ნუევა კასტილიას მოტელის წყლის ავსში იპოვეს. სათვალთვალო კამერის ჩანაწერმა აჩვენა, რომ დებონი ინდილით დაახლოებით დილის 4 საათსა და 30 წუთზე მოტელში შევიდა.
მოტელში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე ის ტაქსის მძღოლთან ერთად იყო, რომელმაც მასზე არასასურველი ყურადღება გამოავლინა და შემდეგ მოტელთან ახლოს გზაზე მიატოვა. ოფიციალური პირების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას თავის ტრავმა ჰქონდა მიღებული, ისინი მიიჩნევენ, რომ მისი გარდაცვალება შესაძლოა შემთხვევითი იყო. დებონისა და ლუსის შემთხვევები მხოლოდ ასობით შემთხვევიდან ერთ-ერთია ხუარეში, მექსიკაში. ამ ქალების ოჯახებს ეუბნებიან, რომ დაკარგული პირის შესახებ განცხადების შეტანა 48-დან 72 საათამდე არ შეუძლიათ. ამ დროისთვის კი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები უკვე დაკარგულია. ექსპერტებს არ ეპარებათ ეჭვი, რომ სერიული მკვლელი ან მკვლელები ხუარესის ქუჩებში დაძრწიან. Flores-ის მონსტრი არის ცნობილი სერიული მკვლელი, რომელიც ფლორესში 17 წლის განმავლობაში მოქმედებდა. ცნობილმა სერიალურმა მკვლელმა 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ მისი ვინაობა უცნობია. საშინელი დანაშაულები 1968 წლის აგვისტოში დაიწყო, მას შემდეგ რაც ბარბარა ლოსი და მისი სიძე ანტონიო ლობიანკო საღამოს კინოში ატარებდნენ. ბარბარას ქმარი ალად იყო, ამიტომ მათ ბარბარას ბაბარას პატარა ვაჟითან წაიყვანეს. ფილმის შემდეგ ისინი სიგმაში ერთ კერძო ადგილას წავიდნენ, სადაც უცნობმა პირმა ბარბარასა და ანტონიოზე მიუთითა და ცეცხლი გახსნა. ბარბარას ქმარი გამოიძიეს და საბოლოოდ დანაშაულისთვის დააპატიმრეს. მაგრამ 6 წლის შემდეგ კიდევ ორი თავდასხმა იმავე ტიპის იარაღით განხორციელდა. როგორც წინა შემთხვევაში, სერიულმა მკვლელმა მაშინ შეუტია, როცა წყვილი ადგილობრივ სამოყვარულო ადგილას მანქანაში იჯდა. 7 წლის დაუსჯელობის შემდეგ სერიული მკვლელი კვლავ გააქტიურდა. 1991 წელს ფლორესის მონსტრმა კიდევ ორი წყვილი იმსხვერპლა. 1983-დან 1985 წლამდე კიდევ 8 სიცოცხლე დაიკარგა. ორის გარდა ყველა წყვილი იყო. ერთადერთი ორი, ვინც წყვილი არ იყო, იყვნენ ვილჰელმ მაიერი და იენს რაუხი, გერმანელი სტუდენტები. ორივე მამაკაცი იყო, მაგრამ იენს გრძელი თმა ჰქონდა და პოლიცია ფიქრობდა, რომ სავარაუდო სერიული მკვლელი ისინი წყვილად მიიჩნია. რამდენიმე საშიში ადამიანი დააგავეს ამ დანაშაულებისთვის და ზოგიერთი მათგანი დამნაშავედაც კიცნეს, მაგრამ მალე გაირკვა, რომ აქტიური სერიული მკვლელი კვლავ თავისუფლად იყო, როცა მან ისევ დაარტყა. 1984 წელს პეტრი პასიანის სახელით ცნობილ მამაკაცს განუსაჯეს. პასიანის ჰქონდა ძალადობის ისტორია და უკვე ჰქონდა გატარებული დრო ციხეში სხვა კაცის სიცოცხლის წართმევის გამო. მაგრამ ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მას სერიული მკვლელის დანაშაულებთან აკავშირებდა, იყო გამოუყენებელი ტყვია, რომელიც იმავე მწარმოებლის იყო, როგორც დანაშაულში გამოყენებულები. გადაწყვეტილება მოგვიანებით გაუქმდა. პასიანისთვის ახალი სასამართლო პროცესი დაინიშნა, მაგრამ ის გარდაიცვალა, სანამ პროცესი გაიმართებოდა. ამის ნაცვლად სასამართლოზე წარდგნენ ორი ადამიანი, რომლებიც მის თანამზრახველებად მიიჩნეოდნენ. ისინი 8 დანაშაულიდან 4-ში იცნეს დამნაშავედ, თუმცა ბევრი ადამიანი არ ეთანხმება ამ განაჩენს. ფლორესის მონსტრი ოფიციალურად კვლავ უცნობ სერიულ მკვლელად ითვლება, ხოლო დაბნეული კრიმინალური საზოგადოების მხრიდან შესაძლო ახსნებად სახელდება ყველაფერი: საშიში კულტები, ზოდიაქოს მკვლელი და სხვა საშიში ადამიანები. 1993 წლის ივლისში ლონდონის პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეოკამერის კადრი, რომელშიც ჩანს სავარაუდო სერიული მკვლელის მსხვერპლი და უცნობი მამაკაცი, რომელიც დამნაშავედ მიიჩნიეს. ეს მტკიცებულება იყო ის, რამაც საბოლოოდ კოლინ აირლენდის დაღუპვა გამოიწვია. დანაშაულები იმ წლის მარტში დაიცვალა. პიტერ უოკერი წარმატებული ქორეოგრაფიის რეჟისორი იყო ვესტ-ენდში. ის ასევე ჰომოსექსუალი იყო და სტუმრობდა კოლბერნის კლუბს Earl's Court-ში. ჰაბი პოპულარული იყო ჰომოსექსუალ მამაკაცებში, რომლებიც სხვადასხვა ფერის ცხვირ სახოცებს ატარებდნენ იმის საჩვენებლად, რა ტიპის რამე მოსწონდათ. უოლკერს მიუახლოვდა მამაკაცი, რომელმაც მას თავის სახლში დაპატიჟა. ჰიტერის სხეული მის საბნის ქვეშ იპოვეს. მოგვიანებით დამნაშავე, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ეროვნულ გაზეთს დაუკავშირდა, რომ პასუხისგებლობა აეღო, თუმცა სინანული გამოხატა იმის გამო, რომ პიტერის ძაღლი ბინაში გამომწყვდეული დატოვა. ეს ზარი პირველი იყო მრავლად, რომელსაც კოლინ აირლენდი განახორციელებდა. აირლენდი 29 წლის იყო, ორჯერ განქორწინებული და იმ დროს უმუშევარი. წინა წელს მან დაასკვნა, რომ არავინ იყო და ახალი წლის გადაწყვეტილებად მიიღო, ეს შეეცვალა სერიული მკვლელი გამხდარიყო. მისი ერთ-ერთი ყოფილი ცოლის თქმით, მას სძულდა ჰომოსექსუალი მამაკაცები და ისინი ადვილ მსხვერპლად მიაჩნდა. განსაკუთრებით ის მიზანში იღებდა მამაკაცებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ შეკვრას. პიტერის შემდეგ აირლენდის შემდეგი მსხვერპლი იყო კრისტოფერ დანი, ბიბლიოთეკარარი და კოლბერნის კლუბის კიდევ ერთი სტუმარი. დანაშაული კიდევ უფრო შემაძრწუნებელი იყო და კვლავ აირლენდმა პრესას და პოლიციას დაუკავშირდა, რათა თავისი დანაშაულის შესახებ დაეცინა მათთვის.
ამერიკელი ბიზნესმენი Perry Bradley და მოხუცთა სახლის მომლელი Andrew Collier ასევე გახდნენ მსხვერპლები. მათი გარდაცვალებებს შორის ნაკლები ვიდრე 1 კვირა გავიდოდა. მხოლოდ მეოთხე დანაშაულის შემდეგ შეძლეს პოლიციელებმა კანონზომიერებების ამოცნობა. გარდა იმისა, რომ ყველა დანაშაულში მეთოდი ერთნაირი იყო, პოლიციამ დაადვინა, რომ მათი ბოლო ცნობილი ადგილმდებარეობა იყო კოლარი და კლუბი. იმ დროს ბრიტანულ პოლიციასა და ჰომოსექსუალ საზოგადოებას შორის ურთიერთობამ არ იყო კარგი, რაც შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ გარკვეული მსგავსებები უგულებელყოფილი იქნა. მაგრამ პოლიციამ საბოლოოდ მიიღო ზომები ჰომოსექსუალური საზოგადოების გასაფრთხილებლად, პრაიდის ღონისძიებებზე ფლაიერების დარიგებით ცდილობდნენ მეტ ინფორმაცია მიეღოთ. მათ ასევე უბიძგა კიდევ ერთმა ზარმა აირლანდიდან, რომელმაც თქვა, რომ თუ არ დააკავებდნენ, კვირაში ერთხელ თავს დაესხმებოდა. აირლანდის ბოლო მსხვერპლი აღმოაჩინეს 15 ივნისს. თუმცა დანაშაული 3 დღით ადრე მოხდა. ემანუელ სპიტერი შეფი, რომელიც ბოლოს ნახეს კოლრეინის კლუბში 12 ივნისს. ის წავიდა მამაკაცთან ერთად, რომელსაც აღწერენ როგორც სრული სახის მქონეს, მოკლე მუქი თმით და გაუფერულებული კბილებით. შემდეგ პოლიციამ იპოვა სათვალთვალო კამერის ფოტო ემანუელისა და მათი ეჭვმიტანილის მეტროს სადგურზე. აირლანდმა თავი გამოაცხადა და თქვა, რომ ის იყო ფოტოზე გამოსახული მამაკაცი, მაგრამ აღნიშნა, რომ ემანუელთან ერთად წავიდა მის ბინაში, თუმცა იქ დატოვა ის სხვა მამაკაცთან ერთად. მაგრამ პოლიციამ აირლანდის ანაბეჭდები Andrew Collieris სახლში იპოვა. მან საბოლოოდ აღიარა თავისი დანაშაულები და პოლიციას უთხრა, რომ სურდა ცნობილი გამხდარიყო. მას 5 სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ციხეში გაატარა. ოკლაჰომა სიტის მჭრელი შემაძრწუნებელი და ცნობილი სერიული მკვლელია, რომელიც არასდროს დაუჭერიათ მას შემდეგ, რაც 1976-დან 1986 წლამდე 3 ამერიკელი ინდიელი ქალი მოკლა. ეს სერიული მკვლელი განსაკუთრებით დამახინჯებული იყო და როგორც ჩანს, პოლიციით თამაშით სიამოვნებას იღებდა ამ შეშლილ ნამდვილი დანაშაულის საიდუმლოში, რომელიც დღემდე გაუხსნელია. პირველი ცხედარი 1976 წლის 1 აპრილს აღმოაჩინეს, როდესაც კომუნალური სამსახურის მუშების ჯგუფი ნაგვით სავსე მიტოვებულ სახლში ათვალიერებდა. ერთმა პოპკორნის ვედრო გადმოაგდო და ქალის თავი აღმოაჩინა. როცა პოლიციას დაურეკეს, სამართალდამცველებმა იფიქრეს, რომ ეს დანაშაულის ისტორია აიაპრილის პირველი ხუმრობა იყო. როცა სახლში შესამოწმებლად მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ ეს სინამდვილეში ნამდვილი მკვლელობის საქმე იყო. თავდაპირველად ქალი თეთრკანიანად, უსახკაროდ და 25-დან 35 წლამდე ასაკისად მიიჩნიეს. სასამართლო ექსპერტიზამ გამომძიებლებს აჩვენა, რომ სინამდვილეში ის ამერიკელი ინდიელი იყო და 18-დან 22 წლამდე ასაკის. მისი ნეშტის დანარჩენი ნაწილები მიტოვებულ სახლში სხვადასხვა ადგილას ნაპოვნი იყო. წლების შემდეგ, როცა დანაშაულის ისტორია ხალხის მეხსიერებიდან ნელ-ნელა ქრება, 1979 წლის აპრილში უცნობმა სერიულმა მკვლელმა კვლავ იჩინა თავი. კიდევ ერთი გვამი, რომელიც ინდიელი ქალის იყიყო, იპოვეს. ძაღლმა თავი აღმოაჩინა ჩიხში, კალათბურთის მოედნის მახლობლად, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. უცნაური, მაგრამ რეალური გარემოების გამო, ქალის დაკარგული ნეშტი რამდენიმე კვარტალში იყო გაფანტული. ყველა ნეშტი ფრთხილად იყო გარეცხილი და ზოგიერთი გაზეთში ან ყავისფერ ქაღალდის პარკებში იყო გახვეული. მაშინაც კი, როცა პოლიციამ ქალი Arlie Bell Killian დამოიცნო, ის, ვინც მის სიცოცხლეს ემუქრებოდა, აგრძელებდა მისი ნეშტის ქალაქში გაფანტვას და გამომძიებლებს ეთამაშებოდა. წლების განმავლობაში ოკლაჰომა სიტის მოსახლეობა თავისუფლად მოსიარულეს საშიშ სერიულ მკვლელთან ერთად ცხოვრობდა. მოწმეების აზრით, დამნაშავე ადგილობრივი იყო, რომელიც კარგად იცნობდა ქალაქს, რადგან არლის ნეშტის დამალვის ადგილები ზუსტად იყო შერჩეული. შემდეგ 1986 წელს ცნობილი ჯალათი კვლავ გააქტიურდა და კიდევ ერთხელ დაარტყა. როგორც ადრე უცნოდმა სერიულმა მკვლელმა 22 წლის მარსია სანდერსის სიცოცხლე იმსხვერპლა და მისი ნეშტი სხვადასხვა ადგილას მიმოფანდა, რათა სამართალდამცველებს ეპოვათ. ამ საზარელი დანაშაულის საიდუმლო ადგილებს შორის იყო პატარა შესახვევი ერთ-ერთი კაცის ბაღის უკან. თავი 1 კვირის შემდეგ იპოვეს. 1993 წელს საქმეში მცირე წინსვლა მოხდა, როდესაც პირველი მსხვერპლი მოიცნეს როგორც კეთი ლინ შაგელფორდი, ქალი, რომლის ოჯახიც 17 წლის განმავლობაში ეძებდა მას შემდეგ, რაც სახლიდან გაიქცა. მისმა ბიძაშვილმა პოლიციას დაუკავშირდა, რომლებმაც გააცნობიერეს, რომ ოკლაჰომის ამოუცნობი ქალი სწორედ ეს დაკარგული ქალი იყო. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ დაკარგული ჯეინ დოუს საქმე გახსნილია, ეს არ ჩანს, რომ მათ დაახლოა იდუმალი სერიული მკვლელის ვინაობის დადგენასთან, რომელიც კვლავ თავისუფალია. ნომერი 20. 1986 წლის ოქტომბრის 14-ს რეი ელეინ ტორტოლოტმა უკანასკნელად დაემშვიდობა თავის პატარა ქალიშვილს.
მას შემდეგ, რაც მეგობრების ჯგუფთან ერთად დაბადების დღის წვეულებაზე წავიდა, ის უკალოდ გაუჩინარდა. 6 თვის შემდეგ რეის ცხედარი ბეწვის მჭერებ მეწვეს, მჭერებმა იპოვეს. რა დაემართა მას და ვინ იყო პასუხისგებელი, დღემდე საიდუმლოდ რჩება. რეი ახალგაზრდა ამერიკელი ინდიელი ქალი იყო და მეგობრებისა და ოჯახის თქმით, მას ძალიან ეამაყებოდა ინდიელთა ტრადიციები და ნიჭიერი მოცეკვავე იყო. მან საკუთარი დიდი ბებიისგან ისწავლა უნარები, რომლებიც სურდა გადაეცა თავის ქალიშვილისთვის, როცა ის გაიზრდებოდა. იმ საბედისწერო დღეს, როცა რეი გაუჩინარდა, ის 5 მეგობართან ერთად წავიდა წვეულებაზე, რომელიც მის სახლთან ახლოს იმართებოდა. შუაღამისას მან თქვა, რომ სახლში წასვლა უნდოდა და ვიღაცამ მანქანით მიიყვანა. ისინი რეის სახლამდე მივიდნენ, მაგრამ შემდეგ რეი მანქანიდან გადმოსვლა აღარ ისურვა. ისინი ცოტა ხანს იქვე ტერიტორიაზე დადიოდნენ მანქანით, სანამ ისევ წვეულებაზე დაბრუნდებოდნენ. ზოგიერთი ცნობით არავის უნახავს, როდის დატოვა რეიმ წვეულება ისევ. თუმცა FBI ამტკიცებს, რომ ბოლოს ის 2 სხვა ადამიანთან ერთად მანქანაში ნახეს ტომოს ხედთან ახლოს. როდესაც რეი სახლში არ დაბრუნდა, მისმა ოჯახმა იცოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მეორე დღეს პოლიციას დაუკავშირდა. თავდაპირველად მისი გაუჩინარება სერიოზულად არ მიუღიათ. ფიქრობდნენ, რომ სადღაც გართობდა და რამდენიმე დღეში დაბრუნდებოდა. საძიებო ჯგუფები ძირითადად მოხალისეებისგან შედგებოდა, რომლებსაც კრიმინალისტიკაში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ. არ იყო ნათელი, რა მოხდებოდა თუ რეი მართლაც იპოვიდნენ. 6 თვის შემდეგ რეის ცხედარი იპოვეს. როგორ გარდაიცვალა რეი, საჯაროდ არ გახმაურებულა, მაგრამ პოლიცია ფიქრობს, რომ ვიღაცა მას სიცოცხლე წაართვა. FBI ჩაერთო საქმეში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან ერთად ცდილობდა გაერკვია, ვინ წაართვა რეის სიცოცხლე. ერთ დროს სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი ჰყავდათ, მაგრამ დაკავებისთვის საკმარისი მტკიცებულება არ ჰქონდათ. მას შემდეგ რამდენიმე კვალი გამოჩნდა და მათზე რეაგირება მოახდინეს, მაგრამ არც ერთი არ მიახლოებია FBI-ს აგენტებს რეისთან მომხდარის გარკვევასთან. ინფორმაციის ახალი მოპოვების მცდელობა 2019 წელს $20,000 ჯილდოთი გაძლიერდა. იმედოვნებდნენ, რომ ამდენი დროის გასვლის შემდეგ გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც პასუხებს იცოდა. მაგრამ 2019 წლის შემდეგ არანაირი განახლება არ ყოფილა და საქმე კვლავ გაუხსნელად რჩება. ნომერი 19. 2019 წლის დასაწყისში ხელისუფლებამ შეიტყო სერიული მკვლელის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს ჰერკულესს უწოდებდა. 2019 წლის 1 თებერვალს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მცხოვრებნი იღვიძებდნენ და იმზადებოდნენ დრის დასაწყებად, როდესაც საშინელი აღმოჩენა გაკეთდა. გამლელებმა ნაგავსაყრელზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც მხოლოდ სახელით რახიბი იყო ცნობილი. მის კისერზე გამომძიებლებმა აღმოაჩინეს წარწერა, რომელზეც ეწერა: ეს არის სასჯელი თავდასხმისთვის. თავდამსხმელებო, ფრთხილად, ჰერკულესი. საუბარი იმ თავდასხმაზეა, რომელიც მოხდა 2019 წლის 14 იანვარს, როცა უცნობი მსხვერპლი ბებიის სახლში მიდიოდა. მიღებული ცნობების მიხედვით, მას ჩაუსაფრდნენ და თავს დაესხნენ 2 მამაკაცი. რახიბი იყო მთავარი ეჭვმიტანილი ამ საქმეში და პოლიცია ნელ-ნელა აგებდა საქმეს მის წინააღმდეგ. რამდენიმე დღის შემდეგ მამაკაცის ცხედარი, რომელიც მხოლოდ რიპონის სახელით იყო ცნობილი, აღმოაჩინეს მიტოვებულ ტერიტორიაზე ნამინ მოდელ თაუნის მახლობლად. რახიბის მსგავსად რიპონიც მთავარი ეჭვმიტანილი იყო 18 წლის გოგონას საქმეში, რომლის ცხედარიც სავარის გარეუბანში იპოვეს. რიპონსაც მსგავსი ბარათი ეკიდა ყელზე და გამომძიებლებისთვის ნათელი გახდა, რომ ჰერკულესი ასე მალე არ გაჩერდებოდა. სულ 3 შემთხვევა დაუკავშირეს მოუხელთებელ ჰერკულესს და 3-ვე მამაკაცი ეჭვმიტანილი ან ძებნილი იყო თავდასხმებსა და მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით. ზოგიერთმა საზოგადოებაში ივარაუდა, რომ ჰერკულესი სინამდვილეში მამაკაცთა ჯგუფია, შესაძლოა პოლიციელებიც კი. ამომწურავი გამოძიება ჩატარდა, მაგრამ 2023 წლისთვისაც კი პოლიცია ჰერკულესის დაჯერას ვერ მიუახლოვდა. ნომერი 18. ჯეფრი მაიეტი შემაშფოთებელი კრიმინალია, რომელმაც მიიღო მეტსახელი Rhode Island-ის მფარდრავი. მან 3 ქალი სიცოცხლე წაართვა 2002-2003 წლებში და კიდევ 2-ს დაესხა თავს, რომლებმაც ძლივს მოახერხეს გადარჩენა. პირველი მსხვერპლი იყო ქალი სახელად ოდრი ჰარისი. ოდრი, როგორც რიპერის ყველა მსხვერპლი, ქუჩაში მომუშავე სექსმუშაკი იყო. თუმცა, როგორც სხვა მსხვერპლები, ისიც არ იყო ისეთი ადამიანი, ვისაც ვინმე მოინატრებოდა. 2003 წლის 9 თებერვალს მან დედას დაემშვიდობა და უთხრა, რომ იმავე დღეს მოგვიანებით ესტუმრებოდა. ეს ვიზიტი აღარ შედგა და ოდრის დედამ მისი გაუჩინარება პოლიციას აცნობა. პოლიციამ, როგორც ჩანს, საქმე სერიოზულად მიიღო. ამავე პროფესიაში მომუშავე კიდევ ერთ ქალზე, სახელად ჯეინ სმიტი, თავდასხმა უკვე განხორციელებული იყო და პოლიციას ეჭვი ჰქონდა, რომ ოდრი შესაძლოა იმავე თავდამსხმელის მსხვერპლი გამხდარიყო. შემდეგ იმავე კაცმა კიდევ ერთ ქალზე, კრისტინ დიუმონზე, მიიტანა თავდასხმა, რომელმაც გადარჩენა შეძლო.
კაცი ტიმოთი სკენლონად ამოიცნეს. მაგრამ სანამ სკენლონი სასამართლოზე წაიყვანდნენ, ქრისტინიც გაუჩინარდა 2004 წლის მაისში. სკენლონი მოგვიანებით დამნაშავედ ცნეს სმითზე თავდასხმაში, მაგრამ გაამართლეს ორ დაკარგულ ქალთან კავშირში. 2004 წლის ივლისში იგივე პროფესიის მესამე ქალი გაუჩინარდა. სტეისი გულეტის დაკარგვის შესახებ მისმა შეყვარებულმა განაცხადა. პოლიციამ სცადა კრიმინალის გამოჯერა. გადაცმული პოლიციელი ქალის დახმარებით, მაგრამ რიპერმა ანკესი არ გადაყლაპა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიციაში იდუმალი, ანონიმური ზარი შევიდა, საქმეში სერიოზული გარღვევა მოხდა. დამრეკავი იყო მამაკაცი, რომელმაც უთხრა პოლიციას, რომ ესაუბრათ ჯოსელინ მარტინთან. ჯოსელინმა პოლიციას უთხრა, რომ ერთ-ერთმა კლიენტმა თავს დაესხა. მან ჯოსელინი თავის სახლში წაიყვანა, შემდეგ კი უკნიდან დაესხა თავს. მან წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევა მოახერხა. მისი კარიერის გამო პოლიციაში არ მიომართავს, მაგრამ ეხლა მათ ყველა დეტალი მიაწოდა, რაც რიპერის მისამართის დასადგენად სჭირდებოდათ. პოლიციამ ასევე გაიგო, რომ იმ მისამართზე მეორე ქალიც დაესხნენ თავს და ისიც გადარჩა. იმ სახლში მცხოვრები კაცი იყო ჯეფრი მაიატი. თავდაპირველად მან უარყო რაიმე კავშირი, მაგრამ მისი სახლის ჩხრეკისას აბაზანაში შემზარავი სურათი აღმოაჩინეს. სწორედ აქ აგვარებდა ის სხეულებს. მაიატმა აღიარა, რომ აუდრი, ქრისტინი და სტეისი მოკლა. მან მათი ნეშტები აბაზანაში დაამუშავა, ნაგვის პარკებში ჩააწყო და კომერციულ ნაგვის კონტეინერებში გადააგდო. ნაგოსაყრელის ჩხრეკისას სტეისის ნეშტი იპოპოვეს, მაგრამ ორი სხვა მსხვერპლი ვერ აღმოაჩინეს. ნომერი 17. თუბსოგის მკვლობის საიდუმლო საქმეები მიიჩნევა უცნობი სერიული მკვლელის ნამოქმედარად, რომელმაც მინერალ ვაშინგტონში სულ მცირე 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და შესაძლოა სხვებიც. 1985 წლის აგვისტოში სტივენ ჰარკინსი და რუთ კუპერი დაკომას პროფესიულ სკოლაში მუშაობდნენ და ზაფხულის არდადეგებზე იყვნენ. მათ გადაწყვეტეს შაბათ-კვირას თულე ლეიქზე ბანაკში წასულიყვნენ, გაუგებრათ, რომ იქ ახლოს სერიული მკვლელი მოქმედებდა. როდესაც არც სტივენი და არც რუთი არ გამოცხადდნენ სამსახურში მომდევნო შაბათს, ისინი დაკარგულებად გამოაცხადეს 2 დღის შემდეგ, რაც ბოლოს ცოცხლები ნახეს. სტივენის სხედარი საბოლოოდ მოლაშქრეებმა იპოვეს მის საძილე ტომარაში. მათ ბანაკში ასევე იპოვეს მათი უსიცოცხლო ძაღლი, მაგრამ რუთი კვლავ დაკარგულად ითვლებოდა. დანაშაულის ადგილის გამომძიებლებს არ ჟეროდათ, რომ რუთი იყო პასუხისმგებელი ამ გაუხსნელ მკვლელობაზე, რამდენიმე მიზეზის გამო. იმ დროს ცნობილი სერიული მკვლელი რიჩარდ რამირესი, რომელსაც ასევე ღამის მდევარს უწოდებდნენ, კვლავ თავისუფლად მოძრაობდა. როცა ის აქტიური იყო, ხშირად წყვილებს ესხმოდა თავს, მოულოდნელად კლავდა მამაკაცებს და შემდეგ ქალებთან არ ჩქარობდა. დანაშაულის ადგილის გამომძიებლებს არ სჯეროდათ, რომ კალიფორნიელი სერიული მკვლელი ვაშინგტონის საქმეზე იყო პასუხისმგებელი. მაგრამ მაშინ რეალური იყო იმის შესაძლებლობა, რომ ვინმე საშინელი ადამიანი მისგან შთაგონებულიყო. რუთის ნეშტი 2 თვის შემდეგ 9 მილის მოშორებით იპოვეს. მას კისერზე გრძელი წინდა ჰქონდა შემოხვეული, თუმცა დეტექტივებმა დაადგინეს, რომ ეს მისი გარდაცვალების მიზეზი არ ყოფილა. რამდენიმე თვის შემდეგ მაიკლ რაიმერმა, დიანა რობერტსონმა და მათმა პატარა ქალიშვილმა დაგეგმეს ბანაკში წასვლა. როგორც ამბობენ 12 დეკემბერს, იმ დღეს როცა წყვილი ბოლოს ნახეს, მათი ქალიშვილი მიტოვებული იპოვეს Kmart-ის სადგომში. მან ვერ შეძლო სამართალდამცველებისთვის აეხსნა, რა მოხდა ან სად იყვნენ მისი მშობლები. როცა დიანაზე კითხეს, ქალიშვილმა უბრალოდ თქვა, რომ დედა ხეებში იყო. ტერიტორიის ძებნამ შედეგი არ გამოიღო თებერვლამდე, როცა დიანას ცხედარი მაიკის პიკაპის მახლობლად იპოვეს. სერიულმა მკვლელმა ბასრი იარაღი 17 ჯერ გამოიყენა. რუთის მსგავსად, მისი სუნთქვაც მილაკიანი წინდით იყო შეზღუდული. ამასობაში მაიკი არსად ჩანდა. გამომძიებლებმა აღნიშნეს მისი კრიმინალური წარსული, რუთთან ფიზიკური დაპირისპირების მხრივ. ის მხრივ და ვარაუდობდნენ, რომ ის იყო სერიული მკვლელი ამ დანაშაულის ისტორიაში. მილაკიანი წინდა დეტექტივებისთვის ძალიან დიდი დამთხოვაა იმისთვის, რომ ეჭვი არ მიიტანონ, რომ დანაშაულები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. 10 წლეულების განმავლობაში მაიქს რაც შემთხვევა ამოუხსნელ საიდუმლოდ დარჩა. მხოლოდ 2011 წელს იპოვეს მაიკის ნეშტი, არაშორს იმ ადგილიდან, სადაც პოლიციამ 10 წლეულებით ადრე დაიანა აღმოაჩინა. შეუძლებელი იყო დაედგინათ, როგორ გარდაიცვალა იგი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს სხეულიც იპოვეს, გამომძიებლებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ამ მკვლელობის საიდუმლოს ამოხსნა. საქმის დეტექტივები კვლავაც გაურკვევლობაში არიან, უცნობმა სერიულმა მკვლელმა წაართვა თუ არა მაიქს სიცოცხლე, თუ მაიკმა მოკლა დიანა და შემდეგ თავი მოიკლა. ნომერი 16.
მეტი ვიდრე 27 წლის შემდეგ, რაც უცნობმა პირმა ვირჯინიის შტატის პოლიციის ოფიცერი ჯონი ბოუმენი დაარტყა, მისი FBI-ის საქმე კვლავ გადაუჭრელია. ეს საქმე ბევრად უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს და 1980-იანი წლებიდან მოყოლებული მცირე პროგრესი გახდა საჯარო. თბილი აგვისტოს ღამე იყო, როცა ჯონი ბოუმენს დაესხნენ თავს. ის სახლში იყო თავის ოჯახთან ერთად, მათ შორის ახალგაზრდა ქალიშვილთან, ძმასთან და რძალთან ერთად. დაახლოებით 4:30-ზე კარზე დააკაკუნეს. ჯონი ბოუმენი კართან მივიდა და როგორც კი კარი გააღო, სტუმარმა მას ცივი იარაღით შეუტია. მას 40-ზე მეტჯერ დაარტყეს. ჯონი ბოუმენი უიარაღო იყო, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა. გაუთვალისწინებელი თავდასხმის შემდეგ დამნაშავე გაიქცა და უკან დატოვა მზის სათვალე, პარიკი და დამცავი ჩაფხუტი, რომლებიც შენიღბისთვის ჰქონდა გამოყენებული. თავდასხმა თითქმის მაშინვე დასრულდა, როგორც კი დაიწყო, მაგრამ ჯონი ვერ გადარჩებოდა. ყველა ამ წლის შემდეგაც კი ეს დარჩა ერთადერთ გაუხსნელ შემთხვევად, როდესაც ვირჯინიის შტატის პოლიციელს სიცოცხლე წაართვეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯონი იმ დროს სამსახურიდან თავისუფალი იყო, დანაშაულის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ თავდასხმად მიიჩნიეს, რის გამოც გამოძიებაში FBI ჩაერთო. შეტევის სიმძაფრის გათვალისწინებით, სავარაუდოდ ეს ძალიან პირადი დანაშაული იყო. ვიღაც კარგად იცნობდა ჯონის და არ სურდა, რომ ის ცოცხალი დარჩენილიყო. რადგან ის შტატის პოლიციელი იყო, ლოგიკური იქნებოდა, რომ დამნაშავე ყოფილიყო ვინმე, ვინც ჯონის გამო ციხეში აღმოჩნდა, ან ვინმეს ნათესავი, ვინც უკვე კანონს გადაუხვია. მაგრამ ერთადერთი ეჭვმიტანილი, რომელიც ოდესმე დასახელდა ამ საქმეში, არ ყოფილა ნასამართლევი დამნაშავე. ეს იყო კიდევ ერთი პოლიციელი. Perry Worley იყო ჯონის ახლო მეგობარი და ასევე შტატის პატრულის ოფიცერი. ის დანაშაულის შემდეგ მალევე უხელფასო შვებულებაში გაუშვეს და მოგვიანებით ავტოავარიაში მოყვა, რამაც მას მძიმე დაზიანებები მიაპენა. Worley-მა თავისი ადვოკატის მეშვეობით განაცხადა, რომ მას დანაშაულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ჯონის სიცოცხლის წართმევის მოტივიც არ გააჩნდა. რატომ იყო Worley ეჭვმიტანილი, ეს არასოდეს გამჟღავნებულა. თუ დამნაშავე ჯონის ახლო მეგობარი იყო, ეს ახსნიდა, რატომ უპასუხა მან კარზე დაკაკუნებას ასე გვიან ღამით იარაღის გარეშე. მისმა ქალიშვილმა, რომელიც მას შემდეგ პოლიციაში მუშაობს, განაცხადა, რომ ეს მისთვის სრულიად უჩვეულო იქნებოდა, მაგრამ პარიკი და დამცავი ჩაფხუტი მიუთითებს, რომ დამნაშავე ცდილობდა თავისი მინაობის დამალვას. თუ ასე გვიან ღამით, ასეთ უცნაურად ჩაცმულ ადამიანს დაინახავდა, უცნაურია, რომ უიარაღოდ იქნებოდა. Worley არასოდეს დაუდანაშაულებიათ რაიმე დანაშაულში და დღესაც ეს საქმე გაუხსნელად რჩება. FBI-ს აქვს ჯილდო $50,000-მდე იმ ინფორმაციისთვის, რომელიც დანაშაულის გახსნას შეუწყობს ხელს. ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელია FBI-სთვის ნომერზე 1-800-555-324 და ვირჯინიის შტატის პოლიციისთვის ნომერზე 700-3-2006-67-6 ნომერი 15. 1982 წლის 8 აპრილი ჩვეულებრივ დრედ დაიწყო 26 წლის რობინ პოლთაუერისთვის. რობინი მუშაობდა Payless-ის ფეხსაცმლის მაღაზიაში ინდიანაპოლისში, ინდიანას შტატში და მას სამუშაოზე დაუძახეს მას შემდეგ, რაც მისი ერთ-ერთი კოლეგა ავად გახდა. რობინმა ჩაიცვა თავისი უნიფორმა და მაღაზიაში წავიდა, რათა დღის მეორე ნახევრის ცვლა ჩაებარებინა. როდესაც რობინი მუშაობდა, მაღაზიაში უცნობი კაცი შემოვიდა. Tom and Robinმა იფიქრა, რომ ის კლიენტი იყო, მაგრამ როცა ის მიუახლოვდა, დაინახა, რომ ხელში რაღაც ეჭირა. მოულოდნელად რობინის სიცოცხლე დასრულდა და უცნობი კაცი მაღაზიიდან გავიდა. რობინის სხეული რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინეს და ინდიანაპოლისის პოლიცია სასწრაფოდ გამოძიებას შეუდგა. რამდენიმე დღის შემდეგ 1982 წლის 11 აპრილს 23 წლის პატრიცია სმიტი და 22 წლის პატრიცია მეიჯერსი ვიჩიტას კანზასის საქორწილო მაღაზიაში იმავე უცნაურ კაცს შეხვდნენ, რომელიც მათ ეკუთვნოდათ. რამდენიმე მსგავსი დანაშაული დაიწყო კანზასში, მისურიში და ინდიანაში. დამნაშავის მოქმედების მეთოდი იგივე იყო. ის პოულობდა მაღაზიას, სადაც ქალი ხშირად მარტო მუშაობდა და იქ მოხმარებლები არ იყვნენ. საშინლად, თავდამსხმელი თავის მსხვერპლებს სიტყვასაც არ ეუბნებოდა. როგორც კი გასროლის ხმა გაისმოდა, ის მშვიდად ტოვებდა ადგილს ისე, რომ არავის აფრთხილებდა. გამომძიებლებმა სწრაფად გააცნობიერეს, რომ ეს დანაშაულები მედარ 60-ის მახლობლად მდებარე უბნებში მოხდა. შემდეგ ივარაუდეს, რომ მკვლელი ადმოდ 60-ის გასწრებ დაძრწოდა და მსხვერპლებს ეძებდა. ამან მას მიანიჭა მეტსახელი, მედმოდ 60-ის მკვლელი, სახელწოდება, რომელიც დღემდე შემორჩა. 40-წლიანი მაიკლ მაკაუნი იყო ერთადერთი მამაკაცი მსხვერპლი 60-ის მკვლელისა და მას ინდიანაში თავის სამუშაო ადგილზე დაესხნენ თავს. ოფიცრები ფიქრობენ, რომ არდამ 60-ის სერიულმა მკვლელმა მაიკლი უკნიდან ქალში შეეშალა მისი გრძელით მის გამო.
მინიმუმ 6 დანაშაული დაუკავშირეს გაუჩინარებულ ერდომ 60-ის მკვლელს, მაგრამ ბევრი გამომძიებელი ფიქრობს, რომ მან თავისი დანაშაულებრივი სერია 1982 წლის შემდეგაც გააგრძელა. 60 გადის Utah-ს, Colorado-ს, Kansas-ის, Missouri-ს, Illinois-ის, Indiana-ს, Ohio-ს, დასავლეთ ვირჯინიის, Maryland-ისა და Pennsylvania-ის შტატებში, რაც ნიშნავს, რომ მას შესაძლოა ყველა ამ შტატში ყავდეს მსხვერპლები. პოლიციის ძალებმა სხვადასხვა შტატში დიდი ძალისხმევა გაიღეს RDM-60-ის მკვლელის დასაკავებლად, მაგრამ ჯერჯერობით მათი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. თუ ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია, სთხოვენ დაუკავშირდეს St. Charles-ის პოლიციის დეპარტამენტს, ნომერზე 636 959 3300, ნომერი 14. 2010 წელს ძარცვების სერიამ 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დამნაშავე მხოლოდ მაშინ დააკავეს, როცა მან თავისი ბოლო მსხვერპლის ბანკომატის ბარათის გამოყენება სცადა. John Wesley Yulee უკვე საკმაოდ დიდი კრიმინალური წარსულით გამოირჩეოდა, როდესაც 2010 წელს მაღაზიიდან ქურდობისთვის დააკავეს. დანაშაულები განსხვავდებოდა. იყო როგორც შეიარაღებული ძარცვა, ასევე ბინაში შეღწევა და ჩეკების გაყალბება. მისი ბოლო დანაშაული იყო ფასის ნიშნულების გადაცვა Home Depot-ის მაღაზიაში. კალიფორნიაში მცხოვრებ იულეს 3 დარტმის წესის მიხედვით პირველი 2 მსჯავრის შემდეგ შეიძლება სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს მძიმე დანაშაულისთვის. ლოს-ანჯელესში კი ეს წესი მხოლოდ მაშინ ამოქმედდა, თუ მესამე დანაშაული ძალადობრივი იყო. Yulee იყო 3 დარტმის წესის წინააღმდეგ გამორჩეული აქტივისტი და ამ თემაზე სასაუბროდ ტელეშოუშიც გამოჩნდა. Yules Home Depot-ში ჩადენილი დანაშაულისთვის 32 თვიანი სასჯელი მიუსაჯეს, მაგრამ ეს გადაუადეს, რათა წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია ჩაეტარებინა. Yulma გადაწყვიტა ეს დრო უფრო მძიმე დანაშაულების ჩასადენად გამოეყენებინა. მისი პირველი მსხვერპლი იყო 80 წლის ჰანა მორკოსი. მორკოსების სახლში შეჭრის შემდეგ Yulee ჰანა მორკოსს შეხვდა. გაქცევის ნაცვლად Yulee სასტიკად დაარტყა მოხუც ქალს და მას გულის შეტევა გამოიწვია. ჰანას ცხედარი მისმა ოჯახმა მეორე დღეს აღმოაჩინა. რამდენიმე კვირის შემდეგ Yulee თავისი მეორე მსხვერპლის დენის რობერტსის სიცოცხლე წაართვა, რომელიც იურის ქუჩაზე ცხოვრობდა. როგორც ჩანს, მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა დანაშაულის ჩადენასთან საკუთარ უბანში. მან 53 წლის ქალი დააბა და სიცოცხლე წაართვა, სანამ მის სახლს გაძარცვავდა. მხოლოდ 9 დღის შემდეგ ლიმონი და რობინ ტერნი დაესხნენ თავს. Yulma თავი კომუნალური სამსახურის თანამშრომლად გაასაღა, რადგან წყვილის სახლში შესულიყო და შემდეგ მათ დაესხა თავს. ისენიც დააბა, სანამ Yulee მათ სიცოცხლეს წაართმევდა. სამწუხაროდ, მათი ცხედრები მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინეს, როცა შეშფოთებულმა ოჯახის წევრებმა პოლიციას სთხოვეს შეემოწმებინათ მათი მდგომარეობა. დანაშაულის გამოძიებისას პოლიცია გაკურებული დარჩა, როცა რობინის ბარათი ბანკომატში გამოიყენეს. ბანკომატის კამერებმა დამნაშავის ნათელი გამოსახულება დააფიქსირეს, ადამიანი, რომელსაც პოლიცია ძალიან კარგად იცნობდა. ეველის დაპატიმრების შემდეგ გაირკვა, რომ მან მძარცველობებიდან მოპარული ნივთები ლომბარდებში გაყიდა, რაც მის კავშირს ადრინდელ ორ ძარცვასთან ამყარებდა. მან დანაშაულებზე ბრალს არ შედავებია და ცხოვრების დარჩენილ ნაწილს გისოსებს მიღმა გაატარებს. 13 ნომერი. Monsterland-ის მკვლელი იყო ცნობილი სერიული მკვლელი, რომელმაც 1970-იან წლებში გერმანიის Monsterland-ის რეგიონში 4 ქალის სიცოცხლე შეიწირა. მიუხედავად ინფორმაციისთვის დაწესებული ჯილდოსა და სერიული მკვლელის დნმ-ის არსებობისა, სამართალდამცავებს ის არასდროს დაუკავებიათ. მის ყველა გაუხსნელ საქმეში ფიგურირებდნენ ახალგაზრდა გამხდარი და შავგრემანი ქალები, რომელთა ასაკი 18-დან 23 წლამდე იყო. ყველა მათგანი მოულოდნელად დაიღუპა, მას შემდეგ რაც უცნობ სერიულ მკვლელთან ერთად მანქანაში ჩაჯდა. პირველი იყო Edeltraud Ponboxeli, ქუჩის მუშაკი, რომელიც 1961 წლის 21 ნოემბრის საღამოს ნათელფეროვან Volkswagen-ში ჩაჯდომისას ნახეს. მოწმე, რომელიც ასევე ქუჩის მუშაკი იყო, ფიქრობდა, რომ Edeltraud-მა იმ დროს გადამხდელი კლიენტი იპოვა. რამდენიმე საათის შემდეგ Edeltraud-ის ცხედარი გრუნდის გზაზე შოკირებულმა გლეხმა იპოვა. თვეები გავიდა, სანამ ქალი სახელად ბარბარა შტორმი 1962 წლის მაისში კლუბიდან გასვლის შემდეგ გაუჩინარდებოდა, სავარაუდოდ მიუცტერლანდის მკვლელის ხელში. გავიდა გარკვეული დრო, სანამ სერიულმა მკვლელმა ისევ იმოქმედა. ამჯერად ქალი სახელად მარლის ჰემერსი თავის მეგობარ ბიჭთან ერთად ავტოსტოპით მგზავრობდა, როდესაც ისინი გახდნენ ამოუხსნელი დანაშაულის საიდუმლოს ნაწილი. ორივე გაიღო, რადგან ფიქრობდნენ, რომ ცალ-ცალკე უფრო მეტი შანსი ექნებოდათ მანქანის გაჩერების. მოგვიანებით მეგობარმა ბიჭმა მოკლედ დაინახა, როგორ ჩაუარა მარლისმა გამლელი მუქი მწვანე მანქანის მგზავრის სავარძელში. მან საერთოდ არ გამოეხმაურა, როცა ბიჭმა ხელი დაუქნია. ის დაკარგულად გამოაცხადეს, როცა შეთანხმებულ შეხვედრის ადგილას არ მივიდა.
ბოლოს სამიზნე იყო 22 წლის ერიკა კუნცი. ახალგაზრდა ქალი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან სახლში ავტოსტოპით მიდიოდა, როცა სერიულმა მკვლელმა მასზე თავდასხმა განახორციელა. ამ გაუხსნელი საქმის შესახებ დანაშაულის ანგარიშების მიხედვით მოგვიანებით დაინახეს ნაცრისფერი მერსედესი, რომელიც ძალიან ნელა მოძრაობდა გზაზე და ტყეში შესასვლელს ეძებდა. რამდენიმე დღის შემდეგ ერიკას ცხედარი იპოვეს იმ ადგილთან ახლოს, სადაც მერსედესი ნელა გადაადგილდებოდა. 4 საშინელი დანაშაულის შემდეგ მონსტერლენდის მკვლელი როგორც ჩანს შეწყვიტა აქტიურობა და უბრალოდ გაუჩინარდა. დანაშაულის ადგილის გამომძიებლებმა შეძლეს ამ სამი გაუხსნელი საქმის დაკავშირება მხოლოდ იმიტომ, რომ ცხედრები ერთსა და იმავე ადგილას იყო გადატრილი. სასამართლო ექსპერტებმა ბარბარას ფრჩხილებიდან აღმოაჩინეს სერიული მკვლელის დნმ-ის კვალი, როცა ის სიცოცხლისთვის იბრძოდა. და 1990-იან წლებში დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი დნმ შეადარეს ერთ-ერთ შესაძლო ეჭვმიტანილს. სასამართლო ექსპერტიზის შედეგებმა აჩვენა, რომ მათი ეჭვმიტანილი არ იყო დამნაშავე და გამოუძიებელი საქმე შეჩერდა. მას შემდეგ გაუხსნელი საქმის მასალები რამდენჯერმე გაიხსნა, მაგრამ ამ იდუმალ სერიულ მკვლელთან დამთხოვა ვერასდროს იპოვეს. ნომერი 12. ერთ-ერთი მრავალი დანაშაულიდან, რომელსაც FBI იძიებს, არის ხელოვნების ნამუშევრების ქურდობა. ამ დანაშაულთაგან ზოგიერთი მთელ მსოფლიოში სამარცხვინოდ არის ცნობილი და მიიჩნევა, რომ ხელოვნების ნამუშევრების მრავალი ქურდობა ორგანიზებულ დანაშაულთან არის დაკავშირებული. 2016 წელს მისურის შტატის სპრინგფილდში მდებარე პატარა მუზეუმი ამ დანაშაულთაგან ერთის მსხვერპლი გახდა. მუზეუმი დაახლოებით 1 საათის გახსნილი იყო, როცა თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ხელოვნების რამდენიმე ნამუშევარი დაკარგული იყო. 1985 წელს ენდი უორჰოლის რამდენიმე ნაბეჭდი სპრინგფილდის ხელოვნების მუზეუმს აჩუქეს. ესენი არ იყო ცნობილი მხატვრის ორიგინალი ნახატები, მაგრამ თითოეული მაინც დაახლოებით 30,000-ად ფასობდა. 10 ნაბეჭდის კოლექცია დანაშაულის დროს სპრატლინის გალერეაში ეკიდა. აპრილის მე-7 დილის ერთმა დაცვის თანამშრომელმა შენიშნა, რომ გალერეიდან 10 ნაბეჭდიდან 7 აკლდა. მან იფიქრა, რომ ისინი ოფიციალური მიზეზით იყო ჩამოხსნილი. მალე კიდევ ერთმა დაცვის თანამშრომელმა შენიშნა რაღაც უცნაური ერთ-ერთ კარზე, რომელიც ეზოში გადიოდა. კარის საკეთში ხის ნაფოტები იყო ჩაჭედებული, რაც ვინმე საშუალებას მისცემდა კარი გარედან გაეღო, მიუხედავად იმისა, რომ შიგნიდან დაკეტილი ჩანდა. იმ დღეს დაახლოებით დილის 10 საათზე გალერეის თანამშრომლებმა გააცნობიერეს, რომ ნახატების საცავში არ იყო გადატანილი, ისინი მოპარული აღმოჩნდა. გალერეა დაცალეს, მაგრამ იქ უკვე სტუმრები შედიოდნენ და გამოდიოდნენ. ამიტომ დიდი ალბათობით მტკიცებულებების ნაწილი უკვე იყო დაბინძურებული. საფთუების კამერებმა დააფიქსირეს, რომ დაახლოებით ღამის 12:20-ზე მინიმუმ 1 ადამიანი ჩუმად შეიპარა მუზეუმში. ისეთი სიბნელე იყო, რომ გამომძიებლებს ვერ შეძლეს დაედგინათ დანაშაული ერთმა თუ რამდენიმე ადამიანმა ჩაიდინა. ვინც არ უნდა ყოფილიყო, მან გადალახა ქუჩიდან ეზოში მიმავალი ჭიშკარი. შემდეგ შევიდა იმ კარიდან, რომელიც დაზიანებული იყო და პირდაპირ სპრატლინის გალერეაში წავიდა უორჰოლის ნამუშევრებისთვის. რამდენიმე წუთში მათ 10-დან 7 ნამუშევარი წაიღეს და დანარჩენი დატოვეს. გამომძიებლებმა შეძლეს დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე ფარული ანაბეჭდის აღება, რადგან კართან არსებული მულჩი და გასასვლელის ნიშანი კარის ღიად დასაფიქსირებლად გამოიყენეს. ჯერჯერობით ეჭვმიტანილები არ გამოვლენილა. ზოგიერთი წყარო იუწყება, რომ დანაშაულამდე ცოტა ხმით ადრე რამდენიმე უცნაური შემთხვევა მოხდა. მაგალითად, ერთმა კონტრაქტორმა დაკარგა თავისი წდომის გასაღები, მაგრამ როგორც კი მუზეუმის თანამშრომლებმა მას დაკარგული გასაღების შესახებ გითხეს, მან ის ნაგვის კონტეინერის ქვეშ იპოვა. თუმცა უცნობია, გამოძიების ფედერალური ბიურო და პოლიცია მიიჩნევენ თუ არა, რომ ეს შიგნიდან მოწყობილი იყო. არსებობს $25,000 ჯილდორის ჯილდო იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ხელოვნების ნამუშევრების დაბრუნებას შეუწყობს ხელს. და გამოძიების ფედერალური ბიუროს სპრინგფილდის ოფისთან შეგიძლიათ პირდაპირ დაკავშირება ნომერზე 417 882 3303, ნომერი 11. სრემლების გზად მოიხსენიება მე-16 ავტომაგისტრალი, 725 კილომეტრის სიგრძის გზა, რომელიც იწყება პრინც ჯორჯიდან და მთავრდება პრინც რუპერტში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა სავსეა ბუნებრივი სილამაზით, ამ ავტომაგისტრალს ბნელი საიდუმლო აქვს. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ათობით ქალი, ძირითადად ძირძველი მოსახლეობის წარმომადგენლები, გაუჩინარდან და ან სიცოცხლე დაკარგა. იმის გამო, რომ მსხვერპლთა უმეტესობა ძირძველი მოსახლეობის წარმომადგენელი იყო, კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიცია, ადგილობრივი პოლიცია და სამთავრობო სააგენტოები თითქმის არ აქცევდნენ ყურადღებას ეპიდემიას, რომელიც მათ თვალწინ ვითარდებოდა. დაზარალებულთა ოჯახებს 10 წლეულები დასჭირდათ, რომ მათი საქმეები სერიოზულად მიეღოთ და გამოძიება და სამართალი მიეღოთ, რასაც იმსახურებდნენ.
სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა სტატისტიკას ასახელებენ, მაგრამ მიიჩნევა, რომ სულ მცირე 20-ზე მეტი ქალი ან გაუჩინარდა, ან სიცოცხლე დაკარგა ცრემლების გზატკეცილზე, თუმცა რეალური რიცხვი შეიძლება ასეულებს აღწევდეს. ეს გზატკეცილი გადის ბევრ ძირძველ თემში, რომლებსაც თითქმის არ აქვთ ან საერთოდ არ აქვთ ცდომა აუცილებელ სერვისებზე. სიღარიბის დონე მაღალია, რაც ბევრ ქალს აიძულებს ავტოსტოპით იმგზავროს სკოლაში, სამსახურში ან თუნდაც ექიმთან მისასვლელად. 22 წლის თამარა ლინ ჩიპმანი ერთ-ერთია იმ მრავალი ქალიდან, რომლებიც ცრემლების გზატკეცილზე გაუჩინარდნენ. თამარა ბოლოს ნახეს 2005 წლის 21 სექტემბერს პრინც რუპერტში მე-16 გზატკეცილზე, როდესაც ის ავტოსტოპით ტერასში წასვლას ცდილობდა. რამდენიმე მოწმე თამარას გზის პირას მდგომს ხედავდა, მაგრამ არავის უნახავს, ვისთან ერთად წავიდა ის. რამდენიმე კვირის შემდეგ მისმა ოჯახმა მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, როდესაც აღმოაჩინეს, რომ თამარას საბანკო ანგარიში ხელუხლებელი იყო და ბინის ქირა გადაუხდელი ჰქონდა. მისმა ოჯახმა მისი გაუჩინარება ადგილობრივ პოლიციასა და კანადის სამეფო ცხენოსან პოლიციას აცნობა, თუმცა თავიდანვე მათი დამოკიდებულება თამარასა და მის საქმესთან დაკავშირებითი მედგამაცრუებელი იყო. თამარას წარსულში ჰქონდა ავტოსტოპით მგზავრობისა და ქუჩაში მუშაობის გამოცდილება, თუმცა ეს საქმეები მას უკვე დიდი ხნის განმავლობაში აღარ გაუკეთებია. მედიამ და ინტერნეტში მყოფებმა მაშინვე გააკრიტიკეს იგი და თითქმის არ გამოუცხადეს თანაგრძნობა დაკარგული ავტოსტოპისტის მიმართ. თამარას მოსაძებნად არაერთი ძებნა ჩატარდა, თუმცა მისი კვალიც კი არასდროს აღმოუჩენიათ. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ეს გაუჩინარებები და დანაშაულები სერიული მკვლელის, ან თუნდაც რამდენიმე სერიული მკვლელის საქმეა, რომლებმაც ისარგებლეს ამ ადგილის მოშორებულობით და სხვა ფაქტორებით. 2005 წელს კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციამ შექმნა პროექტი EE-PANA, რათა ეს საქმეები უფრო დეტალურად გამოეძიებინა, თუმცა ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. პროექტი EE-PANA ასევე ადგილობრივი აქტივისტები და მსხვერპლთა ოჯახები კვლავ აგრძელებენ დაკარგული ახლობლების ძებნას და ითხოვენ, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ. Hat nome. ირინა გაიდამაჩუკის მეგობრები და მეზობლები მას იცნობდნენ როგორც მზრუნვალ დედას, რომელიც თავის ქალიშვილის სკოლაში ეხმარებოდა. მისმა ქმარმა იცოდა, რომ მას ალკოჰოლთან პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენდა, რამდენად შორს წავიდოდა სასმელის მისაღებად. გაიდამაჩუკი დაიბადა საბჭოთა კავშირში და საბოლოოდ შეხვდა და დაქორწინდა იური გაიდამაჩუკზე. თავდაპირველად ყველაფერი კარგად ჩანდა, მაგრამ გაიდამაჩუკს უკვე ალკოჰოლთან პრობლემა ჰქონდა. მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ იურიმ მას ფულის ხელმისაწვდომობა შეუწყვიტა, რადგან შიშობდა, რომ ყველაფერს არახში დახარჯავდა. ამის მიუხედავად, ის მაინც პოულობდა ალკოჰოლის მოპოვების გზებს და ამავდროულად ჩვეულებრივი დედის სახეს ინარჩუნებდა. ამავე დროს 2000-იან წლებში ამ რაიონში ხანდაზმული ქალები შიშში ცხოვრობდნენ. დანაშაული 2002 წლის ივნისში დაიწყო. ხანდაზმული ქალი საკუთარ სახლში მძიმე თავის ტრაუმებით იპოვეს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მას ჩაქუჩით დაერტყათ. მისი საფულიდან ფული იყო წაღებული, მაგრამ ეს $25-ზე ნაკლები იყო. შემდეგი 8 წლის განმავლობაში კიდევ 17 ქალი გახდებოდა ამ შემაძრწუნებელი დამნაშავის მსხვერპლი. თავდაპირველად პოლიცია ფიქრობდა, რომ ისინი მამაკაცს ეძებდნენ. ეს ერთადერთი შესაძლო ვარიანტი ჩანდა, რადგან დანაშაულები ასეთი ძალადობრივი იყო. მაგრამ ეს სიმართლე არ აღმოჩნდა, როდესაც ერთმა მსხვერპლმა რუსეთის ეგრეთ წოდებულ მონსტრს თავი დააღწია. ხანდაზმული ქალი თავის ბინაში იატაკზე იპოვეს, სერიოზული თავის ჭრილობით. მისი ბინა თავდაყირა იყო დაყენებული, მაგრამ მხოლოდ მცირე რაოდენობის ფული იყო წაღებული. საავადმყოფოში ყოფნისას მან პოლიციას უთხრა, რომ მას ქალი დაესხა თავს. თავდაპირველად პოლიცია ფიქრობდა, რომ ის ფსიქიკურად არ იყო ჯანმრთელი და რომ უბრალოდ კაბაში ჩაცმული კაცი იყო, მაგრამ მსხვერპლი განაგრძობდა მტკიცებას და საბოლოოდ მას დაუჯერეს. პოლიცია ეხლა ქალს ეძებდა. ათასობით ადამიანი დაკითხეს და ქალი სახელად მარინა ვალივა დააკავეს. მარინამ პოლიციის ზეწოლის ქვეშ დანაშაულები აღიარა, მაგრამ თავდასხმები გაგრძელდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე-17 ქალმა სერიულ მკვლელს სიცოცხლე დაკარგა, პოლიციამ ნამდვილი დამნაშავე გამოავლინა. ბოლო მსხვერპლი იყო 91 წლის ქალი სახელად ალექსანდრა. მეზობლებმა კარგად დაინახეს ქალი, რომელიც ალექსანდრას ბინის მოსართავად მივიდა და ალექსანდრას ცხედრის აღმოჩენის შემდეგ პოლიციას აღწერაც მისცეს. პოლიციის ესკიზის გამოქვეყნებიდან 5 დღის შემდეგ გაიდამაჩუკი დამნაშავე გამოიცნეს. თავდაპირველად მან აღიარა და პოლიციას უთხრა, რომ მსხვერპლთა სიცოცხლეები იმისთვის წაართვა, რომ ალკოჰოლისთვის ფული ქონოდა. სასამართლოში მან სცადა თავისი დანაშაულების უარყოფა, მაგრამ მაინც დამნაშავე ცნეს. მას მხოლოდ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ნომერი 9. 1960-იან წლებში აქტიური ჯეკ სტრიპერი ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი სერიული მკვლელი იყო, რომელიც არასდროს დაუჯერიათ.
ისევე როგორც უფრო ცნობილი ჯეკ დემპლი, ეს ნაკლებად ცნობილი პიროვნება ასევე ნადირობდა ლონდონში და ირჩევდა იმავე ტიპის ქალებს, ქუჩის მუშაკებს. 1964 წლის თებერვალი იყო, როდესაც ჰანა ტეილფორდის ცხედარი აღმოაჩინეს ტემზის ნაპირზე, ლონდონის კორინთული იახტ-კლუბის შენობასთან, ჰამერსმიტის ხიდის დასავლეთით. შეშლილმა სერიალმა მკვლელმა მას საცვლაბი გამოაცალა და პირში ჩაუდენა. შემდეგი 12 თვის განმავლობაში იმ საშინელმა ადამიანმა კიდევ 5 ცხედარი დატოვა. 4 ქუჩებსა და ვიწრო შესახვევებში, ერთი კი საწყობის შენობაში. ყველა მათგანს ტანსაცმელი აკლდა. სწორედ ამიტომ დაარქვეს სერიულ მკვლელს ეს სახელი და ყველა მათგანი გაგუდული იყო. ცნობილმა მკვლელობის საიდუმლოებამ ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ძებნა გამოიწვია. დანაშაულის გამომძიებლებს სურდათ ეს მკვლელობის საქმეები გახსნილიყო და სერიული მკვლელი დაჯერილიყო, განსხვავებით ცნობილი ჯეკ დამპალიელისგან, რომელიც 2 საუკუნით ადრე მოქმედებდა. პოლიციამ ათასობით ეჭვმიტანილი დაკითხა და საბოლოოდ მათი ეჭვმიტანილების სია მხოლოდ 3 საშიშ პირზე შეამცირა. მას შემდეგ, რაც დანაშაულის გამომძიებლებმა გამოაცხადეს, რომ ეჭვმიტანილების სია შეამცირეს, ამოუხსნელი მკვლელობის საქმეები უცნაურად შეწყდა. შემთხვევით ეს სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ეჭვმიტანილთაგან ერთმა სახელად მონდო აირლენდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რამდენიმე ამოუხსნა მკვლელობის საქმეზე დადანაშაულის ადგილის გამომძიებელმა ერთნაირი უცნაური საღებავის წვეთები აღმოაჩინა მიმოფანტული. ეს კვალი საბოლოოდ დააკავშირეს ჰერონის ქუჩაზე მდებარე ავტომობილების საღებავის სახელოსნოსთან, რომელიც იმ ადგილისგან არც ისე შორს იყო, სადაც ერთ-ერთი ცხედარი იპოვეს. მონდო აირლენდი იმავე ტერიტორიასთან იყო დაკავშირებული. ის მრავალი წლის განმავლობაში ეჭვმიტანილი იყო როგორც ცნობილი სერიული მკვლელი, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ დანაშაულების ნაწილში ის შოტლანდიაში იმყოფებოდა. ამიტომ ნამდვილი საიდუმლოება არასოდეს გაიხსნა. სხვა ეჭვმიტანილებს შორის იყვნენ ფრედი მილსი, მოგრივე და ჰაროლდ ჯონსი. სხვა მხრივ, ნამდვილი დანაშაულის თემით დაინტერესებულთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს დანაშაულები ჩაიდინეს არაერთმა საშიშმა ადამიანმა, არამედ რამდენიმე საშიშმა პირმა, რომლებიც ერთად თანამშრომლობდნენ და არასოდეს დაუჯერიათ. მერვე ნომერი. 2020 წელს FBI-ს გამოაცხადა, რომ ხელახლა გახსნიდა მერი სპარქსის წინააღმდეგ ჩადენილი გაუხსნელი დანაშაულის საქმეს, რომელიც 1974 წლის 15 წლიდან დღემდე გადაუჭრელი რჩება. მეტი ვიდრე 45 წლის შემდეგ, რაც ვიღაცამ ახალგაზრდა ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის სიცოცხლე წაართვა, მისი ოჯახი კვლავ ეძებს პასუხებს. მერი, რომელსაც ჩვეულებრივ მოლი ეძახდნენ, 1975 წელს 21 წლის იყო. ის ცოტა ხნის წინ დაამთავრა უნივერსიტეტი და მოუთმელად ელოდა ზრდასრული ცხოვრების დაწყებას. მას ჰქონდა გეგმები ევროპაში გამგზავრებაზე და ძველი მეგობრების მონახულებაზე, მაგრამ 1975 წლის 23 ივლისს ის უფრო ახლოს მყოფ მეგობრებთან შეხვედრას ელოდა. FBI-ს დოსიეს მიხედვით, მოლი ქალთა რაგბის გუნდის წევრი იყო და იმ საღამოს გეგმავდა ადგილობრივ ბარში წასვლას და თანაგუნდელებთან შეხვედრას. საუბარი იყო ბარზე, სახელად როზას კანტინა, ნალო დონაცი, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ სტუდენტები, ახალგაზრდა პროფესიონალები და მოტოციკლეტების ჯგუფი ბანდიდოსი. იმ საღამოს ბარში ტეკილას შოთებზე 25 ცენტიანი აქცია იყო და ადგილობრივი ბენდი უკრავდა. ბარი გადადორთული იქნებოდა იაფის ასმელების გამო, თუმცა თავად მოლი დიდი მსმელი არ იყო. მან მამამისის თეთრ ლურჯი გრან ტორინო ისესხა, რომ წასულიყო. თუ მან ოჯახს უთხრა იმ მეგობრების სახელები, ვისთანაც შეხვედრას აპირებდა, ეს ინფორმაცია საჯაროდ არ გავცელებულა. არც ის ინფორმაცია გამხდარა საჯარო, რაც ბარში მოხდა. მიჩნეულია, რომ ის ბარში საღამოს 9-დან 11 საათამდე იმყოფებოდა. მისი რაგბის გუნდის რამდენიმე წევრმა დაადასტურა, რომ იმ ღამით როზას კანტინაში იყვნენ, მაგრამ მათგან არც ერთს არაფერი უჩვეულო არ შეუმჩნევია. ერთ მომენტში მოლი წავიდა, მაგრამ სახლში აღარ დაბრუნებულა. როცა იმ ღამით სახლში არ დაბრუნდა, მისმა მშობლებმა ინერვიულეს. მეორე დილით მამამისი წავიდა მის საძებნელად. მისი მანქანა იმავე სადგომზე იდგა, სადაც მოლი დატოვა, მაგრამ მისი ქალიშვილის კვალი არსად იყო. მოლი დიდხანს დაკარგული არ დარჩენილა. იმავე დღეს მისი ცხედარი აღმოაჩინეს სანიაღვრე არხში, ბარისგან არც ისე შორს. მას ბლაგვის საგნით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა და უკვე აღარ იყო ცოცხალი. სველი ამინდის გამო პოლიციამ დანაშაულის ადგილიდან ბევრი მტკიცებულების შეგროვება ვერ შეძლო. არანაირი ნაკვალევი არ იყო. გამოძიება თავიდანვე კარგად არ წარიმართა და ერთ მომენტში საქმის ქაღალდის დოსიეც დაიკარგა. შემდეგ საქმე შეჩერდა. წლების განმავლობაში ძალიან ცოტა კვალი იყო.
FBI-მ ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწო და ისინი მიიჩნევენ, რომ პასუხისმგებელი პირების შემბობები შესაძლოა ჯერ კიდევ საზოგადოებაში იმყოფებიან და იმედოვნებენ, რომ დროის გასვლასთან და ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მათ საბოლოოდ შეეძლებათ საქმის გახსნა. ნომერი 7. 2007 წლის ივლისი ბრაზილიელებისთვის ტერორისა და შიშის პერიოდის დასაწყისი გახდა. რამდენიმე დღით ადრე ასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა LGBTQ სიამაყისთვის აღსანიშნავად, როცა წარმოუდგენელი მოხდა. დღემდე ბრაზილიის პოლიცია სასოწარკვეთილად ცდილობს დააგავოს სერიული მკვლელი, რომელიც ცნობილია როგორც ცისარტყელას მანიაკი. 4 ივლისს 32 წლის ხოსე ენრიკე პეტროპოლისის პარკში შევიდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდა. პეტროპოლისის პარკი, რომელიც ბრაზილიაში მდებარეობს, კარგად ცნობილია როგორც გეი მამაკაცების შეხვედრის ადგილი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯერ კიდევ მალავს თავის ორიენტაციას. პარკში ათობით მამაკაცი შედიოდა და გამოდიოდა ინტიმური შეხვედრებისთვის ან ერთმანეთთან დროის გასატარებლად. ერთ დღეს, როდესაც ადამიანები პარკში სეირნობდნენ, მათ 22 წლის ხოსეს ცხედარი აღმოაჩინეს. მას თავის არეში რამდენიმე ჯრილობა ჰქონდა მიყენებული და შიშველი იყო. დამნაშავემ მას შარვალი მუხლებზე შემოახვია, რათა კიდევ უფრო დაენცირებინა იგი. მოსახლეობა შეშინებული იყო, როდესაც ხოსეს გარდაცვალება სათაურებში მოხდა. კაცებმა, რომლებიც შეხვედრებზე მიდიოდნენ, დაიწყეს ერთად სიარული და დამატებითი სიფრთხილის გამოჩენა, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ გადარჩენოდნენ ცისარტყელა მანიაკს. 2 წლის განმავლობაში ბრაზილიის LGBTQ საზოგადოება სამიზნედ იქცა და ქალაქი შიში ჩაიძირა. სულ ცისარტყელა მანიაკმა 13 კაცი სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან 12-ს თავში ჰქონდა ნასროლი. მოქმედების მეთოდი უცვლელი რჩებოდა და მსხვერპლთა უმეტესობა პეტროს პარკში აღმოაჩინეს. შეიქმნა სპეციალური ჯგუფი და ათეულობით ოფიცერი დღე და ღამე მუშაობდა ამ საქმეზე. გამოძიების დროს ვარაუდობდნენ, რომ Rainbow მანიაკი შესაძლოა მსხვერპლებს ონლაინ ჩათრუმებსა და გაცნობის აპლიკაციებში ხვდებოდა. ინტენსიური გამოძიების მიუხედავად, მხოლოდ ერთი შესაძლოა ეჭვმიტანილი გამოიკვეთა: ჰირო ფრანცისკო ფრანკო, ყოფილი პოლიციელი. დღემდე არ აღმოჩენილა მტკიცებულება, რომელიც ამ ადამიანს დანაშაულებრივ სერიასთან ერთნიშნულოვნად დააკავშირებდა. სამწუხაროდ, ჰომოფობიური ძალადობა ბრაზილიაში იშვიათი არ არის და გამომძიებლები ეძებენ ადამიანს, რომელსაც LGBTQ საზოგადოების მიმართ ღრმა სიძულვილი აქვს. არავინ დაუკავებიათ ამ მკვლელობებთან დაკავშირებით. The Rainbow's მანიაკი თავისუფლად დადის ბრაზილიის ქუჩებში. პირველი დანაშაულის შემდეგ, გასულ წლებში, გამოძიება თითქმის შეჩერდა მტკიცებულებებისა და კვალიების ნაკლებობის გამო. ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობს, სთხოვენ დაუკავშირდეს სან-პაულუს შტატის სამხედრო პოლიციას ნომერზე 11-42-07-19-16 ნომერი 6. არსებობს შემაშფოთებელი რაოდენობის შემთხვევები, როდესაც სამედიცინო პროფესიონალები განზრახ ართმევენ სიცოცხლეს იმ ადამიანებს, ვიზეთ ზრუნავენ. ამ შემთხვევებიდან ბევრში ფიგურირებენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სიცოცხლის ბოლოს მსხვერპლებს ეხმარებიან. ვიქტორინო ჩუას შემთხვევაში ასე არ ყოფილა. ჩუამ სჯარდებულია 2 პაციენტის სიცოცხლის წართმევაში, რომელთაც ინსულინით მოწამვლა მოუწყო. თუმცა უამრავი სხვა პაციენტიც მოწამლეს და მინიმუმ კიდევ 3 გარდაიცვალა იმ წამლის მიღების შემდეგ, რომელიც შეცვლილი იყო. დანაშაულები მოხდა Stepping Hills საავად ოფოში 2011 და 2012 წლებში. ჩუა იყო ფილიპინელი მედდა, რომელიც 2002 წელს გადავიდა დიდ ბრიტანეთში. მისი კარიერის განმავლობაში, როგორც ფილიპინებში, ასევე დიდ ბრიტანეთში, მას ქურდობის პრობლემები ჰქონდა. ბევრი ქურდობა ფულს ეხებოდა, მაგრამ მან ასევე წამლებიც მოიპარა. ეს მაინც არ უშლიდა ხელს რეკომენდაციების მიღებაში და 2009 წელს მან სტოკპორტის საავადმყოფოში თანამშრომლის პოზიცია მიიღო. ჩუა საავადმყოფოში კარგად ვერ შეეწყო. არსებობდა ბრალდებები, რომ მან პაციენტებს არასაჭირო მკურნალობა ჩაუტარა. პერსონალმაც პრობლემები აღმოაჩინა მის ურთიერთობის უნარებში. ჩუამ განაცხადა, რომ პაციენტებისა და პერსონალის მხრიდან ცუდად ექცეოდნენ და წერილში, რომელიც არეულად იყო დაწერილი, აღნიშნა, რომ მისმა მიმართვამ ანგელოზი ბოროტად აქცია. 2011 წელს მან დაიწყო პაციენტებისთვის განკუთვნილ ფიზიოლოგიური ხსნარის პაკეტებში ჩარევა. ჩუა პაკეტებში დიდი რაოდენობით ინსულინი დაამატა. ინსულინი ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი ჭარბი რაოდენობა იწვევს გლუგლუკოზის დონის დაქვეითებას და პაციენტები ჰიპოგლიკემიაში ვარდებიან. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. ასევე შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი დაზიანება და სიცოცხლის დაკარგვა. თავდაპირველად გაურკვეველი იყო რა მოხდა, მაგრამ შემდეგ სამედიცინო პერსონალმა შეამჩნია, რომ ფიზიოლოგიური ხსნარის ზოგი პაკეტი ქაფიანი ჩანდა. მავნებლობა გამოავლინეს, მაგრამ იმის გარკვევა ვინ იყო დამნაშავე, ასე მარტივი არ იქნებოდა. 2011 წლის ივლისში დააკავეს მედდა სახელად რებეკა ლაიტონი.
მისი ანაბეჭდები აღმოაჩინეს დაბინძურებულ ტომრებზე და პოლიციამ იპოვა Facebook პოსტები, სადაც ის წერდა, რომ სამსახურის სტრესთან გასამკავებლად ალკოჰოლს სვამდა და წვეულებებზე დადიოდა. 6 კვირის შემდეგ პოლიციამ რებეკა ლაიტონის წინააღმდეგ საქმე დახურა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩუამ თავისი მეთოდები შეცვალა, ის საბოლოოდ დააკავეს. როგორც ჩანს, მას აღარ აღმაყოფილებდა იმაზე იმედის დამყარება, რომ მისი შხამი შემთხვევით იქნებოდა გამოყენებული. ამიტომ მან სამედიცინო ჩანაწერები შეცვალა და პაციენტებისთვის არასაჭირო მედიკამენტები შეუკვეთა. უფრო ადვილი იყო მისი დაკავშირება ამ ცვლილებებთან და პოლიციამ დაადგინა, რომ მას ყველა მოწამვლის შემთხვევაში ჰქონდა წვდომა ფიზიოლოგიური ხსნარის პაკეტებზე. მან თავი უდანაშაულოდ ცნო, მაგრამ დამნაშავედ ცნეს 2 პაციენტის სიცოცხლის წართმევაში და უამრავი სხვა ადამიანის დაზიანებაში. ნომერი 5. 2017 წელს სატელიტების თვალთვალის კომპანიაში მომუშავე ერთ პირს უცნაური ელ-ფოსტა მიუვიდა, რომელიც როგორც ჩანდა, მისი კოლეგისგან იყო გამოგზავნილი. მიუხედავად იმისა, რომ მისი კოლეგა ინგლისურად თავისუფლად საუბრობდა, ელ-ფოსტის ავტორს აშკარად უჭირდა ამ ენაზე წერა. ელ-ფოსტაში რეკლამირებული იყო ახალი და უძლიერესი პროგრამა სატელიტების თვალთვალისთვის. ბუნებრივია, ელ-ფოსტის მიმღები ეჭობდა, მაგრამ რადგან წერილი სანდო პირისგან იყო მოსული, სიფრთხილის გამო იგი შესაბამის ორგანოებს გადასცა. ეს პირველი მსგავსი ელ-ფოსტა არ იყო, რომელიც ის აეროკოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს მიუღიათ, თითქოს და მათი კოლეგის სახელით. აშშ-ს და სხვა რამდენიმე ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსგავსი ელ-ფოსტები მიუღიათ. და 2017 წლის ზაფხულში ეს ელ-ფოსტები საბოლოოდ მიიტანეს FBI-ს ყურადღებამდე. სატელიტური თვალთვალის კომპანიის მფლობელმა გამოიკვლია ელ-ფოსტაში არსებული კოდი, რის შედეგადაც გამოავლინა დამალული შეტყობინებები, სადაც ეწერა: გამარჯობა ირანელი ბნელი, კოდერების გუნდი და ხელმოწერილი იყო 3 ადამიანის ფსევდონიმებით. შემდგომში გაირკვა, რომ ესენი იყვნენ საიდ არაბი, მოჰამად ესფარგამი და მოჰამად ბაიატი. ეს 3 პირი ძირითადად ცნობილნი იყვნენ ვანდალიზმით, აშშ-სა და ისრაელის მნიშვნელოვანი კომპანიების ვებგვერდებში გატეხვით, რათა გამოეჩინათ პროირანული შეტყობინებები. მაგრამ აეროკოსმოსურ სფეროზე გამიზნულმა თაღლითურმა ელ-ფოსტებმა გამოავლინა, რომ ისინი ბევრად უფრო ბოროტული საქმის ნაწილი იყვნენ. FBI-სთვის რთული არ ყოფილა გაერკვია, საიდან იყო გამოგზავნილი ეს ელ-ფოსტები. მიუხედავად იმისა, რომ ჰაკერები ცდილობდნენ დაეფარათ, სად იყვნენ ისინი განთავსებულები, ყველა ელ-ფოსტა დარეგისტრირებული იყო ირანული IP მისამართის მქონე ვინმეს მიერ. და თითოეული ელ-ფოსტის სარეზერვო მისამართი გამომძიებლებს არაბის ვებგვერდზე მიხავდა. იქიდან ოფიციალურმა პირებმა შეძლეს არაბის რეზიუმეს პოვნა, სადაც ის ამაყობდა თავისი საქმიანობით, როგორც დაზვერვის ოფიცერი და ოპერაციების მენეჯერი. IRGC-ის საჰაერო, კოსმოსურ და კიბერგანყოფილებაში. მან ასევე განაცხადა, რომ გაატეხა კომპანია, რომელიც მუშაობს აეროკოსმოსსა და სატელიტებზე, ასევე ბრიტანული საავიაციო კომპანია. არაბიმ და მისმა თანამზრახველებმა მოიპარეს ინფორმაცია გამოჩენილი სამიზნეებისგან, რომლებიც მუშაობენ აეროკოსმოსურ ინდუსტრიაში და შექმნეს მათთვის ყალბი პროფილები, მათ შორის სოციალური მედიის ანგარიშები. ისინი აგზავლიდნენ phishing ელ-ფოსტებს, სადაც ბმულზე დაჭერით არაბის და მისი თანამზრახველებისათვის შესაძლებელი ხდებოდა დაშიფრული კომპიუტერების დისტანციური წვდომა. მათ გამოიტანეს მონაცემები და დააყენეს უკანა კარები, რაც მომავალში მათთვის უფრო მარტივ წვდომას უზრუნველყოფდა. ცნობილია, რომ 2 კომპანია, რეალურ დროში სატელიტური თვალთვალის კომპანია და სატელიტური მონაცემთა კომუნიკაციის კომპანია დაზარალდნენ, თუმცა შესაძლებელია, რომ სხვებიც იყვნენ სამიზნე. სამეული 2020 წლის სექტემბერში დაადანაშაულეს, თუმცა ისინი კვლავ ირანში ცხოვრობენ. ნომერი 4. 2017 წლის მაისში გაერთიანებული სამეფოს NHS-ის მუშაობა შეჩერდა, რადგან ექიმები, მედდები და სხვა თანამშრომლები კომპიუტერულ სისტემაში ვეღარ შედიოდნენ მავნე პროგრამის გამო. საოცარია, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული თავდასხმა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის დასასუსტებლად. ეს უბრალოდ ფულზე იყო, თუმცა ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი ფული მიიღეს ჰაკერებმა სინამდვილეში. WannaCry-ის პროგრამამ მსოფლიოს მასშტაბით ასობით ათასი კომპიუტერი დაინფიცირა, მომხმარებლებს მოწყობილობებზე წვდომა შეუზღუდა და კონტროლის დაბრუნების სანაცვლოდ 300-დან 600 ბიტკოინამდე ითხოვდა. მან გამოიყენა სისუსტე Microsoft-ის ოპერაციულ სისტემაში, რომელიც ტექნოლოგიურმა კომპანიამ უკვე გამოასწორა განახლებით, მაგრამ ისინი, ვინც პროგრამა არ განაახლეს, კვლავ დაუცველები იყვნენ. დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტოები და სხვა კერძო გამომძიებლები მუშაობას შეუდგნენ, რათა დაედგინათ, ვინ იყო ჰაკერი.
ყველანტკიცებულება ორგანიზაცია ლაზარიუსის ჯგუფისკენ მიუთითებდა, ორგანიზაციისკენ, რომელიც აშეთეშეშის ხელისუფლებას უკვე კარგად ჰქონდა ცნობილი. ლაზარიუსის ჯგუფი ითვლება ჰაკერთა გუნდად, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის მთავრობა აფინანსებს. ჯგუფი მოქმედებს მინიმუმ 2009 წლიდან, როდესაც ძირითადად სამხრეთ კორეას ესმოდა თავს, მაგრამ პირველად 2014 წელს ცუდი სახელით გახდა ცნობილი, როდესაც სონიზე თავდასხმა განახორციელა. მიჩნეული იყო, რომ სონის სამიზნედ არჩევის მიზეზი მისი ბოლო სატირული ფილმი იყო ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე. მიჩნეულია, რომ 2 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში 100 ტერაბაიტზე მეტი მონაცემი მოიპარეს, ხოლო სონის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია ინტერნეტში გავრცელდა. ამის შემდეგ ორგანიზაციის მთავარი მიზანი, როგორც ჩანს, ფულის მოპოვება გახდა. ქვეყანაზე დაწესებული მრავალი ემბარგოს გათვალისწინებით, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს არალეგალური გზებით, მათ შორის მავნე პროგრამებით იღებს. FBI-მ გამოავლინა რამდენიმე პირი, რომლებიც სავარაუდოდ ლაზარიუსის ჯგუფის წევრები არიან, მათ შორის Park Jin-hae. ჰეკი ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეა, განათლება მიღებული აქვს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. დამთავრებიდან მალევე მან დაიწყო IT სფეროში მუშაობა მთავრობისთვის და მალე გახდა მთავრობის ჰაკერთა ჯგუფის წევრი. ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად უარყო Park Jin-hae's არსებობა და რა თქმა უნდა უარყო, რომ მთავრობას რაიმე კავშირი ჰქონდა იმ დანაშაულებთან, რაშიც ლაზარიუსის ჯგუფს ადანაშაულებენ. მაგრამ ეს არ შეუშლია ხელი ასე შეშოს, რომ ჰაეკისთვის ორჯერ წაეყენებინა ბრალი. პირველი ბრალდება სონის თავდასხმაში მის მონაწილეობას უკავშირდებოდა და ამ წლის დასაწყისში მას მეორეც დაუყენეს ბრალი 1.3 მილიარდი დოლარის გამოძალვაში მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიებისგან. მაგრამ რადგან ის ამჟამად ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას უახლოეს მომავალში დააკავებენ. ნომერი 3. არა ყველა ჰაკერული ჯგუფი, რომელიც ეროვნულ მთავრობებთან არის დაკავშირებული, მუშაობს მხოლოდ მათ არჩეულ რეჟიმთან. ზოგი, როგორც ეს APT-41 შემთხვევაშია, აბალანსებს მთავრობის მხარდაჭერილ ჯაშუშობას კიბერდანაშაულთან, რომელსაც საკუთარი პირადი სარგებლისთვის ჩადის. ჯგუფი APT-41, ან როგორც მას Double Dragon-საც უწოდებენ, არის ჰაკერთა ჯგუფი, რომელიც ძირითადად ჩინეთშია დაფუძნებული. FBI მიიჩნევს, რომ ეს ჯგუფი ძირითადად ჩინეთის მთავრობისთვის მუშაობს, რადგან ისინი იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც ჩვეულებრივ მხოლოდ სამთავრობო სააგენტოებთან დაკავშირებულ პირებს აქვთ ხელმისაწვდომი. დანაშაულები, რაშიც ისინი არიან ბრალდებულნი, მოიცავს როგორც გამოსასყიდი პროგრამების დაყენებას და მსხვერპლთაგან თანხის მოთხოვნას, ასევე ჩინელი ოფიციალური პირების ვიზიტებამდე სასტუმროს დაჯავშნის სისტემებში შეღწევას. კიბერუსაფრთხოების კომპანია FireEye მიხედვით, მათი მთავარი სამიზნეები წარსულში ძირითადად ტექნოლოგიური კომპანიები იყვნენ. FBI-ს სჯერა, რომ ეს გატეხვები ჩინეთის მთავრობის მიზნებს ემთხვეოდა, რადგან ის გეგმავს ამ ინდუსტრიაში საკუთარი როლის გაფართოებას და სავარაუდოდ გატეხვები სპეციალურად იყო მოთხოვნილი. თუმცა 2020 წლის დასაწყისში ჯგუფმა სხვადასხვა კომპანიაზე მასშტაბური შეტევა დაიწყო. საბანკო, თავდაცვა, ჯანდაცვა, წარმოება, ნავთობისა და გაზის, ფარმაცევტული, ტელეკომუნიკაცია და ტრანსპორტი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები სამიზნედ იქცნენ და დაინფიცირდნენ. მათ სისტემებში კოდები და პროგრამები დააინსტალეს. მაგრამ APT-91 შედარებით უნიკალურია იმით, რომ ის ჯაშუშობისთვის მხოლოდ მთავრობის მიერ მოწოდებულ ტექნოლოგიას არ იყენებს. როდესაც ისინი მთავრობისთვის არ მუშაობენ, ჰაკერთა ჯგუფი კომპანიებს საკუთარი ფინანსური სარგებლისთვის ესხმის თავს. ვიდეო თამაშების კომპანიები პოპულარული სამიზნეა, რადგან ჯგუფს შეუძლია ვირტუალური ვალუტების მანიპულირება, ასევე მავნე კოდის ჩასმა სხვა შემთხვევაში ლეგიტიმურ ფაილებში. უცნობი გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეც გახდა გამოსასყიდი პროგრამის თავდასხმის სამიზნე. შეტევების მასშტაბიდან გამომდინარე, ზუსტად იმის დადგენა, რა შეიძლება იყოს დაკავშირებული APT-სთან, APT-91-თან და რა ეკუთვნის სხვა ორგანიზაციას, მარტივი არ არის. მაგრამ FBI-მ შეძლო რამდენიმე იმ პირის იდენტიფიცირება, რომლებიც მათი აზრით ამ ორგანიზაციის წევრები არიან. 2019 წელს ორი ჩინელი მოქალაქე სახელად ჟანგ ჰაორანი და ტან დე ლინი ბრალდებულად ცნეს. 2020 წლის დასაწყისში მასობრივი თავდასხმების შემდეგ კიდევ 3 ჩინელი მოქალაქე ცალკე დაადანაშაულეს, თუმცა ყველა 5 მათგანი მიიჩნევა APT-91-ის წევრებად.
თუმცა აშშ-ის მთავრობამ ვერ შეძლო ჩინეთის ხელისუფლების დარწმუნება, რომ მათთან ერთად ემუშავათ დამნაშავეების დაკავებაზე, რამაც მხოლოდ გააძლიერა მათი რწმენა, რომ ეს ჯგუფი ჩინეთის ხელისუფლების მიერ არის დაცული. ნომერი 2. არც კი ისეთი რამ, რაც მსოფლიოსთვის ასე სასარგებლოა, როგორიცაა გლობალური პანდემიის დროს ვაქცინის შექმნის მცდელობა, არ ყოფილა დაცული ჰაკერული თავდასხმებისგან. 2020 წელს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ ბრალი წაუყენეს ალი სიაოიუს და დუნ სიაოჟის მათი თავდასხმებისთვის. არა მხოლოდ კომპანიებზე, რომლებიც COVID-19-თან ბრძოლაზე მუშაობდნენ, არამედ უამრავ სხვაზეც 10 წლიანი დანაშაულებრივი სერიის განმავლობაში. აშშ-მ განაცხადა, რომ ორივე ჰაკერი ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობდა და ეს იყო ჩინეთის მცდელობის ნაწილი. სხვა ქვეყნები დაესწრო ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლაში. ჩინეთი უარყოფს, რომ მათთვის მომუშავე ვინმეს მიზანში ამოეყვანოს აღნიშნული ბიოტექნოლოგიური კომპანიები. ლი და დონგი აქტიურობდნენ ბევრად ადრე, ვიდრე ბიოტექნოლოგიურ კომპანიებზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდებოდა. ცნობილია, რომ ორივე 2009 წლიდან აქტიურობს და პირველად აშშ-ის მთავრობასთან კონფლიქტში მაშინ შევიდნენ, როდესაც კომპიუტერებში შეაღწიეს გაუქმებული ბირთვული საწარმოს ტერიტორიაზე. ისინი ასევე შეაღწიეს თავდაცვის კონტრაქტორების სისტემებში და მოიპარეს სენსიტიური სამხედრო ინფორმაცია სამხედრო თანამგზავრობისდებისა და საკომუნიკაციო სისტემების შესახებ. დანაშაულებრივმა ჯგუფმა სამიზნედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები აირჩია და ინტელექტუალური მონაცემები მოიპარა. ხანდახან ისინი კომპანიებს ფულს თხოვდნენ, რათა მათი წყარო კოდები ინტერნეტში არ გაევრცელებინათ. როგორც წესი, ინფორმაცია უბრალოდ იპარება. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ქურდობა ჩინეთის მცდელობის ნაწილია, საკუთარი ინდუსტრიების განვითარებისთვის და მთავრობა ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს, რათა პატარა ქვეყნებს ამ დანაშაულებზე საუბარი არ დააცადოს. მათი კრიმინალური კარიერის განმავლობაში მიიჩნევა, რომ მათ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების სავაჭრო საიდუმლოებები და სამთავრობო ინფორმაცია მოიპარეს და ეს ინფორმაცია საკუთარი თავისა და ჩინეთის გასამდიდრებლად გამოიყენეს. მაგრამ ეს მცდელობები ძირითადად 2019 წლის ბოლოს შეწყდა, როდესაც ლიმ და დონგმა ყურადღება ახალ სამიზნეზე გადაიტანეს. აშშ-ში მინიმუმ 3 ბიოტექნოლოგიური კომპანია, მათ შორის მოდერნა, გახდა სამიზნე. ეს თავდასხმები იყო დაზვერვითი აქტივობები, რაც ნიშნავს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო როგორც სისუსტეების ძიება, ასევე ინფორმაციის მოძიება ქსელებში შეღწევის შემდეგ. ხელისუფლების თქმით, არ არსებობს მტკიცებულებარება, რომ კომპანიის კვლევასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოპარულია. მაგრამ შესაძლებელია, რომ მათ რაღაცაზე წვდომა მოიპოვეს ისე, რომ ხელისუფლებამ ეს ვერ გაიგო. ასევე ითქვა, რომ ისინი მონაწილეობდნენ პოლიტიკური დისიდენტების, ხმამაღალი პირების მიზანში ამოღებაში, რომლებიც ჩინეთის ადამიანის უფლებების მდგომარეობასა და სხვა საკამათო ქმედებებს აკრიტიკებდნენ. ნომერი 1. მაქსიმ იაკუბეცი ისტორიაში ყველაზე დიდ კიბერდამნაშავედ მოიხსენიებენ. ის არის ის პიროვნება, ვისთვისაც FBI-მ დააწესა ყველაზე დიდი ჯილდო კიბერდამნაშავეზე ინფორმაციისთვის, რაც მის დაჯერას გამოიწვევს. მაგრამ ის თითქმის არ ცდილობს დამალოს თავისი ქონება ან დანაშაულები, როცა რუსეთში თავის სიმდიდრეს აფიშირებს. 2009 წლიდან იაკუბეცი ხელმძღვანელობს კიბერდამნაშავეთა ჯგუფს Evil Corps, რომელმაც მსხვერპლთაგან მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით მილიონი დოლარი მოიპარა. მიზანში ამოღებული ხავდათ როგორც მაღალტექნოლოგიური კომპანიები, ასევე ჩვეულებრივი ადამიანები და ჯგუფი თითქმის არ აჩვენებს შეჩერების ნიშნებს. იაკუბეცის მთავარი მიზანი ყოველთვის ფინანსური სარგებელი იყო. ჯგუფმა დაიწყო ფიშინგური ელფოსტებით და მაუნე პროგრამების დაყენებით, რაც მათ საშუალებას აძლევდა მიეღოთ ცდომა ადამიანის საბანკო ანგარიშზე. შემდეგ ისინი ცლიდნენ ანგარიშს, რაც ფინანსურ განადგურებას იწვევდა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით მცხოვრები ადამიანებისთვის. მაგრამ იაკუბეცის დანაშაულები კიდევ უფრო გაიზარდა და სამიზნედ მილიონობით დოლარის ღირებულების კომპანიები აირჩია. 2020 წლის ივლისში GPS ტექნოლოგიების კომპანია Garmin ჰაკერების სამიზნე გახდა. კომპანიის ყველა მონაცემი დაიშიფრა, რის გამოც არც ერთ თანამშრომელს არ ჰქონდა მათზე წვდომა, სანამ გამოსასყიდი არ გადაიხადეს. ეს არ იყო პირველი კომპანია, რომელიც ესეთ თავდასხმას დაექვემდებარა. Evil Corps-მა აიღო პასუხისგებლობა მსგავსი თავდასხმებისთვის Fortune 500-ის 8 კომპანიაზე და ერთ დიდ საინფორმაციო გამოცემაზე, სხვებთან ერთად. რადგან უფრო მეტი ადამიანი მუშაობდა სახლიდან, ჰაკერთა ჯგუფმა 2020 წელს შეძლო უფრო მეტ კომპანიამდე მისვლა ვიდრე ოდესმე, რადგან ადამიანები უფრო ხშირად იყენებდნენ ნაკლებად დაცულ მოწყობილობებს.
ამ ყველაფერმა ფულმა იაკუბეც მისცა შესაძლებლობა ეცხოვრა მდიდრულად. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ის აჩვენებს თავის უზარმაზარ სუპერავტომობილების კოლექციას და პოლიციელების გარშემო აკეთებს დონატებს. მისი ქორწილიც კი, როგორც ამბობენ, $250,000-ზე მეტი დაჯდა. მაგრამ იაკუბეცი მხოლოდ ფინანსური დანაშაულებისთვის არ არის ძებნილი. ცნობილია, რომ ის მუშაობდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში და არის ყოფილი ოფიცრის სიძე, რომელიც FSB-ს ელიტარული სპეციალური დანაყოფის წევრი იყო. 2018 წელს ის მუშაობდა იმისთვის, რომ მიეღო ლიცენზია საიდუმლო რუსულ ინფორმაციასთან მუშაობისთვის და მიიჩნევა, რომ ეხლა შესაძლოა თავისი ჰაკერული უნარები ჯაშუშობისთვის იყენებდეს. უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია TrueSec-ის მიხედვით, შესაძლოა Evil Corp ეხლა გამოსასყიდი პროგრამების შეტევებს მხოლოდ საფარველად იყენებდეს მათი ნამდვილი მიზნებისთვის. დიდი მადლობა მეგობრებო, რომ უყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააწექით მოწონების ღილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააწვეთ ჩატყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვიყავი Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.